მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი Veritas. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობს სტუმრად გრიგოლ ჯულუხიძეს. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. მაყურებლებს ავუხსნი ვინც არ იცის რომ გრიგოლი გახლავთ ძალიან ღრმა კვალიფიკაციის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მუშაობს საერთაშორისო პროექტებზე, აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის ცენზი მის კვლევებს და ასე რომ დღეს ძალიან მაღალი პილოტაჟის ექსპერტიზა გვყავს ჩვენ სტუდიაში და ჩვენ შევთანხმდით აი რაღაცნაირ რუბრიკა მინდა გრიგოლ გავაკეთო მიმდინარე საერთაშორისო კრიზისზე რაღაცნაირად საზოგადოებაში გაჩნდა ესეთი შეგრძნება ჩემი აზრით მაინც გადაჭარბებული მაგრამ ამაზე ვისაუბროთ რომ ლიბერალური წესრიგი საერთაშორისო სისტემაში იქნება მოძველდა და რაღაც ახალის გარდამავალი რაღაცა ეტაპია და ამ გარდამავალ ეტაპში ხო არ არის აი ეს რაღაცა ძალიან რთული, უცნაური კრიზისები. მაგრამ რატო ვთვლი მე ეს რომ რაღაცა გადაჭარბებულია ამას დისკუსიაში დავაზუსტებ შენთან ერთად. მოდი ვისაუბროთ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილ საერთაშორისო კრიზისზე და კრიზისზე იმ გაგებით რომ გარკვეულწილად ცნობიერების კრიზისი შექმნა, ღირებულებითი კრიზისი შექმნა იმ გაგებით რომ აი რაც არსებითად მარტივი გარჩევადია ვინ არის დაზარალებული და ვინ არის აგრესორი, ეს საკითხებიც კი თაყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და ამ ვითარებაში მოკავშირეებთანაც კი აღმოჩნდა რაღაც ოპონირების რეჟიმში და საერთაშორისო სისტემის აშკარა წესიდარიგით ანტიგმირი კი რაღაცნაირად თითქოს და იმ ქების დისკურსში გაატარა, რომელსაც თითქოს პატივი უნდა ვცეტარა და ეს სუბიექტი, ეს ადამიანი გახლავთ ანუ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი, ასე რომ ვთქვათ, ხო? როგორ მოხდა ახლა ეს? აი, გრიგოლ, მოდი დავიწყოთ უფრო ზოგადიდან და შემდეგ ძალიან კონკრეტულზე ჩავიდეთ. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ირაკლი ის, რომ საერთაშორისო ურთიერთობები გარკვეული გაგებით განიცდის არ ვიტყოდი ეროზიას, მაგრამ არის გარკვეულწილად სტაგნაციის რეჟიმში, იმიტომ რომ როგორც თავად აღნიშნე, სახელმწიფო რომელიც იყო ყოველთვის ეგრეთ წოდებული თავისუფალი სამყაროს ლიდერი, დღეს გვევლინება როგორც ერთ-ერთი მთავარი წამხალისებელი რუსეთის ფედერაციისა და სხვა შორის ჩინეთის. რაც ყველაზე საინტერესოა და ჩემ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებ, ყველაზე გასაკვირი პირადად ჩემთვის აღმოჩნდა ის მოცემულობა, რომელშიც თავად ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდა ერთი პიროვნების თუნდაც ძალიან გავლენიანის პრეზიდენტის გამო, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა მთლიანად შეძლო ვერ ვიტყოდი რომ ბოლომდე შეეცვალა, მაგრამ შეერყია ის წესრიგი და ის სისტემა, რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დანერგილი იყო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც იდეაში ინსტიტუციები განსაზღვრავენ პროცესებს და არა ინდივიდები, მივიღეთ აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოახერხა ერთგვარი საბოტაჟი მოეხდინა საგარეო პოლიტიკის. ბევრს არ ესმის ის ცვლადები, რომელიც აყალიბებს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ყოველთვის იყო უნარი გავლენა მოეხდინა მსოფლიოს თუნდაც ყველაზე შორეულ სახელმწიფოებზე და ამ გავლენის მექანიზმებად ყოველთვის განიხილებოდა რბილი ძალა, ეკონომიკა, ხისტი, ანუ სამხედრო ძალა, საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის შეერთებული შტატების წონა და ამასთან ერთად ძალიან მძლავრი ინფორმაციული ველი, რომელშიც ვაშინგტონი ყოველთვის მოწინავე ხაზზე იყო. მაგრამ დონალდ ტრამპი ნეფსით უნებლიეთ ამ ყველაფერს ამერიკის შეერთებულ შტატებს აცლის. და ძალიან მარტივ ცვლადებში აღიქვამს რთულ საერთაშორისო პოლიტიკურ მოვლენებს, რომ ისე უყურებს იგი ძალიან ესე დინამიურ პოლიტიკურ პროცესებს, როგორც ბიზნეს მოლაპარაკებებს. ეს პირადი შთაპირშტილება, იმიტომ რომ ისეთი ულტიმატუმები დაუყენა მან უკრაინას, ისეთი ულტიმატუმები წაუყენა მან ევროკავშირს, კანადას, ავსტრალიას, უახლოეს მოკავშირეებს, რომელიც მთლიანად შეარყია და ძალიან დიდი ზიანი მიაყენა 10 წლების მანძილზე ფორმირებულ ძალიან სტაბილურ და პოზიტიურ ურთიერთობებს. აი კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად ჩვენ პროფესიული საქმიანობიდან, პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე მიწევს ცენტრალურ და აღმოსავლეთ
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშაობა პირდაპირ შეეხო ამ რეგიონს თუნდაც დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა. 6 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გახდებოდა რუსეთის ძირითადი მოკავშირე და დღეს ასეა. და ამის საპასუხოდ რამდენიმე თვის წინ მოხდა საინტერესო ამბავი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ შიკორსკი ჩავიდა რუბიოსთან შეხვედრაზე და პირდაპირ უთხრა, ეს არ არის საიდუმლო ინფორმაცია, რომ იმ მოქმედებების საპასუხოდ, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ეწევა უკრაინასთან მიმართებაში და რუსეთის სასარგებლოდ, ევროკავშირი დაიწყებდა აქტიურ მუშაობას და დაიწყებს აქტიურ მუშაობას ჩინეთთან დაახლოების კუთხით, რაც ნამდვილად არ აწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არის ძალიან ცვალებადი და კლასიკური გამონათქვამი, რომ არ არსებობს მუდმივი მეგობრობა, არსებობს ინტერესების მუდმივობა, დღეს დასტურდება. დონალდ ტრამპი არის, რა თქმა უნდა, ყველაფრის შემოქმედი და ჯერჯერობით რაც დავინახეთ, მისი მოქმედებები ყოველ შემთხვევაში ძალიან შორს არის იმ დაპირებებისგან, რომელსაც იგი იძლეოდა წინა საარჩევნო პერიოდში. თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ მისი პოლიტიკური კარიერა და არა მარტო პოლიტიკური ცოტა არ იყოს უტოპისტური დაპირებებითა და რაღაცა სენსაციური მარტივი განცხადებებით არის გაფორმებული. ხო, აი, რატომ არ მეჩვენება მე, რომ ეს კრიზისი არსებითად შეცვლის ეს საერთაშორისო სისტემას, იმიტომ რომ არსებული, ასე ვთქვათ, ვითარება, რომელიც შექმნა დონალდ ტრამპმა, თავისთავად ცხადია, რომ ეს ანალიტიკა, ეს კრიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მწვავეა, კონკრეტულია და მას თავისი საქმიანი განხორციელება ადრე თუ გვიან ექნება. და ამ საქმიან განხორციელებაში დონალდ ტრამპის მთელი ეს ავანტიურა გახდა ალბათ შესაძლებელი, იმიტომ რომ ისეთი გუნდი ყავს, რომელიც არსებითად აი ამ რაღაც დისკურსში ბოლომდე მიყვება, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის განეიტრალება ახლა ძალიან საშიში არის ალბათ საერთოდ ნებისმიერი პარტიისთვის იმპიჩმენტის გზით. ესეთ რაღაცა ძალიან არაპოპულარული გზა იქნება, მაგრამ ყველაზე ალბათ ეფექტური გზა იქნება სწორედ ის რაღაცა გუნდი, რომელიც ვენსი და კიდევ ვიღაცა ასე ვთქვათ, სუბიექტები, რომელიც ისეთ ავანტიურებში არიან ისინი ჩართულები, დაახლოებით აი ის რაც მოხდა თეთრი სახლის კაბინეტში, ეს ხომ კატასტროფა იყო. ეს ხარ შეიძლება რაღაცა დიპლომატიურ ეტიკეტში, დიპლომატიურ ეთიკაში ჩაიწეროს. ან საერთოდ ადამიანურ ეთიკაში ჩაიწეროს, რომ მასპინძელმა სტუმარი ესეთ მდგომარეობაში ჩააყენოს. და თან როგორი მოუმზადებელი იყო აბსოლუტურად ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. ჩემი კრიტიკა, რომ რუსეთი არ განახორციელებს შეტევას, რატომ? იმიტომ რომ ჩემი ხათრი აქვს. აი ეს რა არგუმენტია? ასეთ არგუმენტს როგორ შეიძლება აყო? აი ბოლო თავად აი ესეთ შენი აზრით, შენი შეფასებით, როგორი არის დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვა, არის თუ არა ამ უახლოეს გარემოცვაში კრიტიკული დაპირისპირების შესაძლებლობა და მესამე არის თუ არა რესპუბლიკურ პარტიაში კრიტიკული დაპირისპირების შესაძლებლობა, რომ უახლოესი გარემოცვა მაინც გამოიცვალოს და როგორცნაირად ისევ დაუბრუნდეს პოლიტიკა უკვე ნაცად და უკვე ასე ვთქვათ გამოსtil ემპირიაში გამოსtil საერთაშორისო ურთიერთობების სტილს, პოლიტიკური მართვის სტილს. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში იმ მოცემულობის გამო, რომელიც თავად რესპუბლიკურ პარტიაშია, რესპუბლიკური პარტია საკმაოდ ღრმა კრიზისშია, ისე როგორც მთლიანად ამერიკის პოლიტიკური ელიტა. დააკვირდით, როგორი პოლიტიკოსები, კონგრესმენები და სენატორები გამოჩნდნენ წინა ხაზზე და შეადარეთ თუნდაც 15 წლის წინამდელ მდგომარეობას, როდესაც თუნდაც მაკეინი, ლუგარი, ეგრეთ წოდებული ძველი თაობის წარმომადგენლები ქმნიდნენ საგარეო პოლიტიკურ ამინდს. დღეს ეს ვითარება შეიცვალა. დიახ, დონალდ ტრამპმა თავისი ქმედებებით და რადიკალური დამოკიდებულებებით რაღაცების გამოჩენა დააჩქარა და წამოწია მაღლა ის ასე ვთქვათ, ჭუჭყი, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რაც დაგროვილი იყო ძალიან დიდი ხნის მანძილზე, როგორც რესპუბლიკურ, ის დემოკრატიულ პარტიაში და მაინც და მაინც არ უნდა ველოდოთ არანაირ გაუმჯობესებას ამ კუთხით, ისევ დონალდ ტრამპის
მოქმედებებიდან გამომდინარე, როგორც ახსენე, ის ისტორიული შეხვედრა ოვალურ კაბინეტში, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ კატასტროფად, პოლიტიკური თვალსაზრისით და ჰუმანურადაც კი, მაგრამ მთავარი რა არის? მთავარი არის ის, რომ ბოლო დაახლოებით 10 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, როგორც მოქმედი, ისე წინა ძალიან მოუმზადებელი ხდებოდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებს. უბრალოდ ახლა არის კულმინაცია ამ ყველაფრის. ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა, აი ომის დაწყებამდე, გულისხმობს სრულმასშტაბიან ომს. რამდენიმე მაღალჩინოსანი, მაგალითად გენერალური შტაბის უფროსი ყოფილი, ღიად საუბრობს პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსია საუბარი, იმაზე თუ როგორი მოუმზადებელი შეხვდა თეთრი სახლის ადმინისტრაცია 2022 წლის 24 თებერვლის დღეს. აი მაგალითად 2021 წლის ნოემბერში ჩავიდა დაზვერვის სამსახურების უფროსი ვარშავაში და მათ შეეტყობინა, რომ აპირებდნენ ევაკუაციას დაახლოებით 80,000 ადამიანის უკრაინიდან. თავდაპირველი მიზანი იყო თითქოს ამერიკელებისა და კანადელების გაყვანა, პოლონელებმა მარტივად დაადგინეს, რომ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა იყო. სინამდვილეში ისინი მართლა აპირებდნენ ზელენსკის და მთლიანად პოლიტიკური ელიტის გაყვანას ოჯახებით. მეორე როგორი მოუმზადებელი შეხვდა ერთი მხრივ თეთრი სახლის ადმინისტრაცია, მეორე მხრივ პენტაგონი, მესამე მხრივ ენტონი ბლინკენი, აი სამხედრო დახმარების ამბავში. ეს არ არის საიდუმლო ინფორმაცია. პირველი სამხედრო დახმარება, როდესაც პოლონეთმა მიაწოდა უკრაინას, მიაწოდა დაშლილი სამხედრო ტექნიკის სახით და ტყიდან გადაიტანეს უკრაინელმა კონტრაბანდისტებმა, იმიტომ რომ ამას პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა თეთრი სახლის ადმინისტრაცია, პენტაგონს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ენტონი ბლინკენს განსხვავებული. იყო სრული შეუსაბამობა. კატასტროფა იყო ასევე კამალა ჰარისის ვიზიტი ვარშავაში ომიდან რამდენიმე კვირაში. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ძალიან სუსტად მომზადებული ხდებოდა ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს და შედეგი სახეზეა. დღეს რაც ხდება მაგალითად ევროპასთან მიმართებაში დონალდ ტრამპის განცხადებების სამხედრო დახმარების შეჩერების კუთხით, არის ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვას და ვიტყვი კულმინაცია, იმიტომ რომ 10 წლეულების მანძილზე ევროკავშირი, კონტინენტური ევროპა იყო სრულ რელაქსირებულ რეჟიმში, ისინი არ მუშაობდნენ ეროვნული უსაფრთხოების გამყარების კუთხით, ძალიან დაბალი მზაობის მაჩვენებელი არის სამხედრო ძალებში, საზოგადოების მედეგობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი განაპირობა, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების საკმაოდ არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ, ევროპელების გარკვეულწილად მოუმზადებლობამ იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკელებს მუდმივად ეყოლებოდათ ისინი კოლგის ქვეშ და ამასთან ერთად მივიღეთ ძალიან მძიმე მოცემულობა დღეს. აი მაგალითად ევროკავშირი დღეს აქტიურად ცდილობს, რომ მოახდინოს მობილიზება ფინანსური რესურსისა, რაც ყველაზე ნაკლები პრობლემაა. მაგრამ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მოსახლეობა არის აბსოლუტურად მოუმზადებელი აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნებისთვის. აი მაგალითად პოლონეთის მაგალითს თუ ავიღებთ ან რუმინეთის შემთხვევებს, ეს არის ორი ყველაზე კარგად მომზადებული სახელმწიფო საზოგადოების დონეზე, იმ შემთხვევაში თუ კი რაღაც მოხდება რამდენად მაღალია საზოგადოების მზაობა, რომ ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში, ეს ორი სახელმწიფოა მოწინავე, იქაც კი ძალიან სერიოზული პრობლემები არის ამ თვალსაზრისით. პოლონეთი, რომელიც 4.7% ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტისა თავდაცვაზე, სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში რუსეთთან მხოლოდ და მხოლოდ 2 დღის მარაგს ფლობს საარტილერიო ჭურვებისა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ძალიან დაგვიანებული, მოუმზადებელი და არათანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც ვაშინგტონმა ბოლო 10 წლის მანძილზე გადადგა, როგორც სოფლიო უსაფრთხოების ევროპის მიმართულებით, გამოჩნდა დონალდ ტრამპის აი ამ რადიკალური და ხშირ შემთხვევაში ძალიან სულელური განცხადებების ფონზე. მე უბრალოდ არ მინდა გავიმეორო ის, რაც ამ კაცმა თქვა რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ რაც დაუწესა ეკონომიკური ემბარგო ამის მთელ მსოფლიოს, რა სიტყვებით შეამკო ის ლიდერები, რომლებიც მას ურეკავდნენ და ამ გადაწყვეტილების შეცვლას თხოვდნენ. შესაბამისად, ვართ ძალიან ცვალებად, დინამიურ და რთულ პერიოდში, ახალსა, მით არაფერს არ ვამბობ და ამავდროულად არაპროგნოზირებად ვითარებაში და ამით რა თქმა უნდა ძალიან კარგად სარგებლობენ არადემოკრატიული ტოტალიტარული რეჟიმები. იმიტომ რომ
განსხვავებით დემოკრატიული სახელმწიფოებისგან მათ გულისხმობ სი ძინპინს, გულისხმობ ვლადიმერ პუტინს, ირანში რა მდგომარეობაც არის ახლა, თუმცა ირანში ნაკლებად, იმიტომ რომ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მეტნაკლებად არსებობს, აქვთ იმის ფუფუნება, რომ ამ მსოფლიო გაურკვევლობითა და არაპროგნოზირებადობით ისარგებლონ და იგივე ომის ეკონომიკაზე გადავიდნენ, უფრო მეტად გააძლიერონ დაწოლა ჰიბრიდულ ოპერაციებზე, ფსიქოლოგიურ ასე ვთქვათ, ჩარევებზე სხვადასხვა სახელმწიფოებში და მინდა გითხრათ, რომ იგივე რუსეთის მაგალითზე ამას საკმაოდ დიდი წარმატებით აკეთებენ, იმიტომ რომ ერთადერთი რაშიც რუსები შეიძლება ვთქვათ, რომ მოწინავეები არიან, არის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. აი, ის საკითხი მინდა რომ გავაანალიზოთ, რომ ტრამპის აი ასეთ ავანტიურულ პოლიტიკას კერძოდ რა შედეგები შეიძლება მოყვეს მაგალითად ჩინეთთან მიმართებაში ანუ თავად ეს საერთაშორისო სისტემა როგორ მოახდენს რეაგირებას აი ამ ამერიკის შეერთებული შტატების იმედი მაქვს დროებით შეშლილობას ანუ შენ აღნიშნე უკვე ნაწილობრივ ევროკავშირში ახალი რაღაცა კონკრეტული გამოწვევები დგება დღის წესრიგში როგორ შეიცვლის სვალოს შეიძლება ევროკავშირი ანუ გამომდინარე აქედან როგორ შეიძლება შეიცვალოს თავად აი ამ კრიზისის დინამიკა რომელიც რუსეთ-უკრაინის კრიზისია როგორ ბენეფიტებს და შესაძლებლობებს მიიღებს ჩინეთი გამომდინარე აქედან რომ ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცნაირად გვევლინება უკვე ანტიგმირად და არა საიმედო მეგობრად ანუ ომში და კამათში რომ მიგატოვებს მეგობარი ეს ჩვეულებრივ ყოფის სიტუაციაში ძალიან არასანდო და ძალიან ცუდი ჟესტი არის და ეს საკითხი ალბათ ყველასთვის გასაგებია რომ ძალიან ცუდ სარისკო ნაბიჯებს დგამს ამერიკის შეერთებული შტატების საკუთარი ავტორიტეტის შესანარჩუნებლად ეს როგორ გამოათავისუფლებს ახლა ახალ სივრცეს და ამ ახალ სივრცეს ეს სახელმწიფოები რომლებიც რა თქმა უნდა შეუსებას არასოდეს არ დატოვებენ ხო როგორ შეუსებენ პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებდი ჩინეთზე რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატების სისუსტით პირდაპირ თქვათ სისუსტით თქვენ თუ დააკვირდებით რუკას 2001 წლით დათარიღებულს და დღევანდელს ამერიკის შეერთებული შტატების წილზე მსოფლიო ვაჭრობაში იყო უპირობო მოწინავე სახელმწიფო აქტორი. დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარება. ჩინეთმა ჩაანაცვლა ძალიან ბევრგან ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი. აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიაში ძალიან აგრესიულად ცდილობს შეაღწიოს ევროპაში. და ზოგადად ის პრინციპი, რაც არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში, რომ დიდი ხანი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებისა და ძალის ვაკუუმს აუთვისებელს არტოვებენ სახელმწიფოები. დღეს კიდევ ერთხელ ჩვენ თვალწინ ხდება რეალობა, იმიტომ რომ იქიდან, საიდანაც გამოდის ამერიკის შეერთებული შტატები, იქ აღწევს ზუსტად ჩინეთი თავისი რბილი ძალით და ამ რბილ ძალაში პირველ რიგში გულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩინეთს გააძლიერებს. იმიტომ რომ მსოფლიო ყურადღება ჯერ ეს ერთი გადადის ჩინეთიდან და ეს სრული ყურადღება კონცენტრირებული არის პირველ რიგში უკრაინა-რუსეთის ომზე, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე რყევებზე და რა დაემართა დოლარს აი ამ ენერგო პრესტორად აი ამ ეკონომიკური ემბარგოს დაწესების შემდეგ ძალიან კარგად იცი ირაკლი და ამასთან ერთად პირადად მე რასაც უყურებ იმ ტენდენციებს და იმ მსჯელობებს, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოებშია, ისლანდიით დაწყებული, იტალიით დამთავრებული, სახელმწიფოები გაცილებით უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ეროვნულ თავდაცვას და იმ პრინციპს, რომელზეც დგას პრინციპში საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის თეორია, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არის ერთი დიდი ჯუნგლები, სადაც არ არსებობს არანაირი წესები და გადარჩებიან მხოლოდ და მხოლოდ ძლიერები. ეს არ არის კარგი ცხოვრებით განპირობებული, თუმცა რეალურად დღეს საქმე აქეთკენ მიდის, როგორ ზრდიან სახელმწიფოები თავდაცვის ბიუჯეტს, როგორ ცდილობს ყველა, რომ ის სირთულეები და გამოწვევები, რაც არსებობს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით აღმოფხრას, რა ტემპებით მიმდინარეობს აი ამ ჰანდიკაპის, ასე შეიძლება ითქვას, მოწევა მართლა მასშტაბური და საყურადღებო მოცემულობა არის.
სადამდე მიგვიყვანს ეს მიგვიყვანს პირველ რიგში იქამდე რომ სახელმწიფოები გაცილებით უფრო დიდ აქცენტს გააკეთებენ რეგიონულ უსაფრთხოებაზე იმიტომ რომ კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს ნებისმიერი სახის შეთანხმება რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ეხება და მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული და არაერთხელ მithქვამს საერთაშორისო მედიაშიც სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობითაც რომ შემდეგი ძირგამომთხრელი საქმიანობა რომელიც რუსეთის ფედერაციას ექნება აქტიურ რეჟიმში აქტიური ღონისძიებების სახით იქნება ლატვიაში და რუმინეთში ყველა წინაპირობა ამაზე მიუთითებს და ეს იქნება ირიბი შეტევა ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტზე. რუმინეთში ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გააკეთა TikTok-ის მეშვეობით წარმოიდგინეთ. რუსეთის ფედერაცია მოახერხა რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე და რუსეთისთვის ხელსაყრელი კანდიდატი რაღაცნაირად წინ წამოეწიათ. წარმოიდგინეთ ამ მასშტაბების გაზრდა, როდესაც TikTok-ს გაცდება ძალიან კარგად დატესტეს ასევე თუმცა მოლდოვამ რაღაცნაირად მოახერხა პასუხის გაცემა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება. და რაც შეეხება ლატვიას, რუსეთის ფედერაციას აქვს ამ სახელმწიფოში გარკვეული უპირატესობები, რაც გულისხმობს შემდეგს. ყავს ეთნიკური უმცირესობა საკმაოდ წარმომადგენლობითი, რომელიც გარკვეულ კავშირს რუსეთთან მაინც ინარჩუნებს. ისინი ჯერ კიდევ ამბობენ, რომ რუსეთი მათი სამშობლოა, ძალიან მაღალია იქ რუსული სპეცსამსახურების ინფილტრაციის ხარისხი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ბოლო წლებია რუსეთი ძალიან აქტიურად მუშაობს ფსიქოლოგიური ოპერაციების კუთხით. რა არის ეს ფსიქოლოგიური ოპერაცია და განსხვავდება რითი დეზინფორმაციისგან? იგი არის კონკრეტულად საზოგადოების ტერორზე ან პირდაპირ მოქმედების შეცვლაზე ორიენტირებული. სხვა შორის საქართველოში ძალიან მაგრად იმუშავებს რუსებმა ამ კუთხით. სამი ოპერაცია ჩაატარეს. ძალიან მაგრად იმუშავებს გერმანიასა და იტალიაში, უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში. და მათ იქ გავრცელეს და ძალიან ბევრი სხვადასხვა მედია აქტორის მეშვეობით და არა მარტო მედია აქტორის მეშვეობით ეს ნარატივი გაიმეორეს და ეს ნარატივი მდგომარეობდა შემდეგში რომ თუ კი ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ჩვენ ჩაგვათრევენ მესამე მსოფლიო ომში და შემთხვევით მესამე მსოფლიო ომის თემა არ იქნა არჩეული ამ ორ დამარცხებულ სახელმწიფოში მეორე მსოფლიო ომის ტრამვები ჯერ კიდევ წარმოდგენილია ამ ქვეყნების რომელ მეხსიერებაში განსაკუთრებით გერმანიაში შესაბამისად ამ ნარატივებმა იმუშავა ასე რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რომელიც დღეს კოლექტიურ უსაფრთხოებას შეიძლება ჰქონდეს არის ის რომ კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს ის ხელშეკრულებები, რომელიც უზრუნველყოფდა დიდი ხნის ხელშეკრულებები, რომლებიც უზრუნველყოფდა დიდი ხნის მანძილზე ერთი ღირებულების მატარებელი სახელმწიფოების უსაფრთხოებას აუცილებლად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ და რუსეთი ეგრეთ წოდებული სალამის ტაქტიკის გამოყენებით პატარ-პატარა ნაჭრებად ცდილობს რომ მოიმარტო ხელოს რაღაც ცალკეული ელემენტები და გადაყლაპოს და საბოლოო ჯამში დაასუსტოს და მთლიანად გააქროს საზოგადოებრივი პოლიტიკური მედეგობა ძალიან ეფექტურად მუშაობს და აი ეს მეხუთე პუნქტი კოლექტიური თავდაცვისა რა თქმა უნდა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ყოველ შემთხვევაში ეცდება რომ დატესტოს ამ ირიბი მეთოდებით. დიახ, იმიტომ რომ ემპირიაში ეს მეხუთე პუნქტი კი გამოცდილი არის 9-11 დროს, მაგრამ ძალიან კომფორტულ პირობებში, როცა ამერიკის შეერთებული შტატები არის და არა ლიტვა ან რაღაცა პოლონეთი ან რა თქმა უნდა საინტერესოა ირაკლი, თან მეხუთე პუნქტის ბენეფიციარი იყო თავად ამერიკის შეერთებული შტატები და დღეს როდესაც ამერიკელები საუბრობენ იმაზე, რომ რა მეხუთე პუნქტზე საუბარი ძალიან ბევრი კრიტერიუმია რა შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ეს მეხუთე პუნქტი არ გავითვალისწინოთ, ყოველთვის ახსენებენ აი ამ 9-11-ის გამოცდილებას. ხო. აი გუშინ იყო ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელებული, რომ მიღწეული იქნა ახალი შეთანხმება. ახალი შეთანხმება მინერალების თაობაზე, ჯერ კონტექსტი მინდა გავიხსენოთ, რომ თავდაპირველი შეთანხმება ეს პრაქტიკულად ძალიან გავდა მიუნხენის შეთანხმებას. ანუ თითქოს და როგორც ეს მაშინ იყო, ხო? ანუ ჩემბერლენი, დალადიე, ჰიტლერი მოილაპარაკეს და საწყალი ჩეხოსლოვაკიის პრემიერს გააგებინეს გადაწყვეტილება. აი ესე უნდათ, აი ეს იყო ძალიან უსამართლო და შეიძლება ითქვას უსინდისოც, რომ ტრამპი ცდილობდა ისეთ წინადადებაზე დაეთანხმებინა, სადაც უკრაინა იქნებოდა
კატასტროფულად დამარცხებული და ერთადერთი ვითომ და შეღავათი, რომელიც ალბათ ზუსტად ჩეხოსლოვაკიის პრემიერსაც მაშინ უთხრეს, რომ მთლიანად არ დაგიპყრობსო, მაგრამ მე მოხდა რომ დაიპყრო და ანუ მიზეზი რატომაც ვითომ არ გააკეთებს, ალბათ ტრამპის არგუმენტი იყო ჩემს პრეზიდენტობის დროს გამორიცხული არ გააკეთოს. ახლა მიაღწევს რაღაც ახალ შეთანხმება, სადაც უკრაინას აქვს თითქოს და სრული პაკეტი მმართველობის, აი ამ მინერალების, მაგრამ 50-50-ზე მისი მოპოვების პროცესის 10 წლიანი რაღაცაა და დეტალები ძალიან სპეციფიურია, მაგრამ არსებითად ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოიხსნა პირველად დამტკიცდა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაციის დროს დახმარების პაკეტი, რომელიც შეჩერებული იყო, სამხედრო დახმარების პაკეტი და 50 მილიონიანი დახმარება დამტკიცდა და მომავალში შესაძლებელი იქნება უკვე განადახმარება, რომ ფონდში რო ჩაიდოს უკვე ეს. აი შენ აი ამ შეთანხმებას როგორ აფასებ? შეაფასე კონტექსტი და შეაფასე ახლა მოცემული ვითარება და ტრამპის ადმინისტრაციის და ტრამპის პიროვნების სუბიექტიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან არაპროგნოზირებადია, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ეს შეთანხმება კიდევ რაღაცნაირად არ ვიცი გადაიხედოს და არ შესრულდეს, არ ვიცი. აბსოლუტურად შესაძლებელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში რაც ბოლო თვეების მანძილზე დავინახეთ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისგან, ნებისმიერი მათი დაპირება შეიძლება იყოს შეცვლილი და მორგებული პრაქტიკულ საჭიროებებს. ამ ხრივ სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატები მაინც და მაინც ვერ გამოირჩევა ნდობის მაღალი ხარისხით. შესაბამისად, აბსოლუტურად შესაძლებელია ეს ყველაფერი მოხდეს. არ ვიცი გარანტიის რა მექანიზმებია იქ ჩადებული და როგორ არის რისკები დაზღვეული, დარწმუნებულია რომ ამაზე მსჯელობები იქნება და ესეც გაწერილია ალბათ იმ დოკუმენტის ფარულ ვერსიაში, რომელსაც ყოველთვის სახელმწიფოები იტოვებენ არასაჯარო მოხმარებისთვის, თუმცა ამავდროულად რისკები მუდმივად იარსებებს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, აი ამ უპირობო და უკონკურენტო ძალაუფლების კიდევ უფრო ბოროტად გამოყენების კუთხით, სამწუხაროა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ამ კონტექსტში გვიწევს საუბარი და ამასთან ერთად ვლადიმერ პუტინი ნამდვილად არ აპირებს სტატისტის როლში ყოფნას, იმიტომ რომ ეს კაცი არ ემზადება მშვიდობისთვის. რასაც რუსეთის ფედერაცია ბოლო 2 თვის მანძილზე აკეთებს უკრაინაში, რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, აი ამ წნეხის გაზრდას უკრაინაში, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის დონალდ ტრამპის რეპუტაციის მიწასთან გასწორებას, ესეც ძალიან კარგად დაგეგმილი და აღსრულებული პროცესია და ამასთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობის, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად სუსტდება, მუდმივ დატესტვას, რას დაგვიპირისპირებენ. და მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით საერთაშორისო თანამეგობრობამ იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობდა, ვერაფერი დაუპირისპირა ბოლო 2 თვის მანძილზე რუსეთის ფედერაციის ბარბაროსულ ქმედებებს. აი მაგალითად, დახმარების დაახლოებით 80%, რომელიც ჟეშოვის აეროპორტიდან შედიოდა უკრაინაში, დღეს არის შეჩერებული. და ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ეს არ არის დასამალი და რაღაცებზე გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ, უნდა გავცდეთ აი ამ მხოლოდ სასურველ რეალობაში ყოფნის თრობას და ბახუს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ჩანაცვლება სწრაფად ვერ მოხდება. ამას აქვს ძალიან ბევრი ლოჯისტიკური, სამხედრო თუ ფინანსური მიზეზი. აქედან გამომდინარე, მუდმივად ტესტირების რეჟიმშია რუსეთის ფედერაცია, აკვირდება, ამერიკა თავისი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არ ჩანს მაინც და მაინც მოწადინებული, რომ ნაბიჯ დაიცვას თითოეულის დაპირება და შეასრულოს სიტყვა, რომელსაც ყოველ დღე ცვლის და ამასთან ერთად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის უკრაინა, როგორც ადამიანური რესურსის, ისე სამხედრო ტექნოლოგიური კუთხით. ანუ დრო ამ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი მთლად, რომ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, იმიტომ რომ რუსეთი არ არის მთლად მომგებიან პირობებში და
არ იმყოფება ასე ვთქვათ დიქტატის რეჟიმში უბრალოდ ვლადიმერ პუტინს როგორც ყველა ავტორიტარ ლიდერს აქვს ერთი დიდი უპირატესობა რომ მას შეუძლია გააკეთოს ის რაც მოესურვება ყოველგვარი პოლიტიკური შედეგების გარეშე ეს ფუფუნება თუ კი ფუფუნება არც ერთ ევროპელ და ამერიკელ ლიდერს არ აქვს და ამ ყველაფერს დაუმატეთ ეს მუდმივი მზარდი დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას, ავსტრალიას შორის და ნუ ის პრინციპი რომ თუ კი შენი მოწინააღმდეგე შეცდომას უშვებს, ხელი არ შეუშალო, გააგრძელო შეცდომების დაშვება, იდეალურად მუშაობს. აი ახლა აქ ახსენე შენ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის ლოჯისტიკური, ასე ვთქვათ, ცვლადი. ამ მოლაპარაკების პროცესში. ჩემთვის თავად აი ამ მინერალების მოპოვების საკითხში, აი ეს საკითხი არის ცოტა ბუნდოვანი. იქნებ შენ დამეხმარო და გამარკვიო, იმიტომ რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეიძლება ამაშიც ვცდები. მინერალების განფენილობა გეოგრაფიულად დაახლოებით ის სივრცეა, სადაც მიმდინარეობს ეს კონფლიქტი. როგორ უნდა მოხდეს ამ მინერალების მოპოვება, ან ლოჯისტიკურად შემდეგ როგორ უნდა მოხდეს მისი უსაფრთხოების დაცვა, როგორ უნდა მოხდეს მისი გატანა, ანუ აქ აუცილებელი იქნება ისევ შავი ზღვით გატანა და შავი ზღვით რომელი პორტები მოემსახურება, იქნება თუ არა აუცილებელი შემდეგ სამხედრო გემების შემოყვანაც ამერიკის შეერთებულ შტატების რომ ეს გემები ან ზღვით გაიტანონ თუ სახმელეთო ძალიან რთული გზა, რომ შემდეგ უფრო უსაფრთხო პორტიდან გავიდეს. ანუ ეს პროცესი, მინერალების მოპოვების პროცესი, ეს პოსტ ომის შემდეგ არის შესაძლებელი რომ მოიპოვონ და ამერიკის შეერთებულ შტატებმა ისარგებლოს, იმიტომ რომ საჭირო რესურსებია აი ამ ახალი ტექნოლოგიების გასავითარებლად, როგორც არის ელექტრომობილები და ასე შემდეგ. თუ ომის პროცესშივე არის გათვალისწინებული უკვე აი ამ ახალი მოპოვებითი მთელი სამუშაოების გახორციელება და იქ ამერიკის შეერთებულ შტატები ერთგვარ გარანტიად გვევლინება, რომ ამერიკის კომპანია თუ კი დაიბომბება ან რაღაცა საფრთხის ქვეშ დადგება, მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატები ამაზე გარკვეულ რეაგირებას მოახდენს. ცხოვრებაშიც და მით უმეტეს საერთაშორისო ურთიერთობებში მჯერა ერთი პრინციპის იმისათვის, რათა მიიღო საუკეთესო შედეგი, მოემზადე ყველაზე უარესისთვის. და გათვლა, რომ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ფედერაცია პატიოსნად შეასრულებს სიტყვას არის ინფანტილური და ყოველგვარ ემპირიულ თუ პრაქტიკულ ლოგიკას მოკლებული. ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობები თავისი ბუნებიდან გამომდინარე, როგორ ლიბერალურ და ფერად ასე ვთქვათ კონტრასტებშიც არ უნდა შევფუთოთ, არის მუდმივი შეჯიბრების ადგილი, სადაც უახლოესი მოკავშირე სახელმწიფოებიც კი საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს გადაემტერებიან, თუმცა გადამტერების ხარისხშიც არსებობს სხვაობა. და ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მინერალების მოპოვების კუთხით, მთლიანად არის დაფუძნებული ეგრეთ წოდებულ wishful reality-ზე, ანუ სასურველ რეალობაზე, სადაც რუსეთის ფედერაცია ჭურვებს არ ისვრის, განთიადი დილის 5 საათზე იწყება, ჩიტები ჭიკჭიკებენ, სამწუხაროდ ეს მოცემულობა უკრაინაში არ იქნება დიდი ხნის მანძილზე. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ექსპერტი, მათ შორის დღეს უყურებდი CNN-ზე, ძალიან ბევრი ამერიკელი ექსპერტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საფრთხეებს აღიქვამს მხოლოდ ბომბების სროლის კუთხით. რაღაც ბომბების აფეთქების კუთხით და სხვადასხვა ჭურვების ჩაყრის მიმართულებით. თუმცა რეალობა ცოტა განსხვავებული, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციას თავისი რესურსებიდან გამომდინარე აქვს არაერთი ძირგამომთხრელი საქმიანობის ასე ვთქვათ, და ღონისძიების გატარების შესაძლებლობა უკრაინის ტერიტორიაზე და არა მარტო უკრაინის ტერიტორიაზე, რაც გულისხმობს როგორც დივერსიულ ქმედებებს, ისე ტერორისტულ აქტებს, სპეცსამსახურების მეშვეობით კონკრეტულ სეგმენტზე მომუშავე ადამიანების ლიკვიდაციას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს არის ძალიან მაღალი რისკის ზონა, ეს დაახლოებით ისეთივე
რთული სიტუაცია, როგორც ღაზას სექტორში, მაგალითად, ბიზნესის დაწყება დღეს. თუ კი ვინმე ამას გაბედავს და დიდ ინვესტიციას ჩადებს, წარმატებები უნდა უსურვოთ, მაგრამ წარმატებების მიღმა არ არსებობს არანაირი პრაქტიკული გარანტია, რომ იქ რაღაცა შეიძლება მივიღოთ. ყოველ შემთხვევაში იზრავს გსურს. აქედან გამომდინარე, ეს ხელშეკრულება და მთლიანად ეს მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაცია დაიცავს აი ამ წითელ ხაზებს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და ჩემი ხედვიდან გამომდინარე არის საკმაოდ სუსტ და კიდევ ერთხელ ვამბობ სასურველ რეალობაზე დაფუძნებული. ნდობაზე ზოგადად მით უმეტეს ავტორიტარულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში აგებული ურთიერთობა, საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია გვაჩვენებს, რომ არასდროს გამართლებულა და არასდროს მოუტანია ის შედეგი, ხანგრძლივ პერსპექტივაში გულისხმობ, რომელიც სურდა ამ შეთანხმების ინიციატივას. აი, სულ მახსენდება მაგალითად შეთანხმებები სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის, სულ მახსენდება შეთანხმებები ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ძალიან რთული და მრავალმხრივი ცვლად განპირობებული არის მსგავსი შეთანხმებები. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ასეთი მაღალი რისკი. გარდა ამისა, ჩვენ გვერდზე აუვლით ვლადიმერ პუტინის ფენომენს, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე ჯერ ერთი არავის ენდობა. გარდა ამისა, ამ კაცს აქვს გაცხადებული სურვილი, რომ გახდეს ყველაზე დიადი რუსი ისტორიაში და ამ მიზნის მისაღწევად კაცმა არ იცის რას აპირებს და ეს არის პრინციპში ყველაზე საშიში ნაწილი მისი ბიოგრაფიისა, იმიტომ რომ სიკვდილის მოახლოებასთან ერთად ჩემი ჰიპოთეზაა, ეს კაცი კიდევ უფრო ხშირად და კიდევ უფრო გაბედულად გადაკვეთს წითელ ხაზებს, იმიტომ რომ მას არანაირი სენტიმენტი ადამიანის უფლებების და სიცოცხლის დაცვის კუთხით არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში კომპრომისების ენით და სისუსტეების შეგნებულად ჩვენების ფორმით მაინც და მაინც გრძელვადიან პერსპექტივებზე და შედეგებზე ვერ გავალთ და მე უბრალოდ მიკვირს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში რატომ არ არის არავინ ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დონეზე, ვინც ამას კარგად აცნობიერებს. ნუ რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი ცენტრია გავლენის CIA-ით დაწყებული ეროვნული უსაფრთხოების შესაბამისი სამსახურებით გაგრძელებული არაჩვეულებრივი ანალიტიკური ცენტრებით და იქ დარწმუნებული ვარ, კარგად ესმით ეს ყველაფერი, მაგრამ რატომღაც არ ვიცი, ეს ადამიანური ფაქტორია თუ რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობის ნაკლები გამოცდილება, რაც უფრო დასავლეთით მიდიხარ, უფრო მეტად არიან დარწმუნებულები, რომ უკეთ იციან რუსებთან ურთიერთობა ვიდრე ჩვენ, ქართველებმა, პოლონელებმა, ესტონელებმა, ჩეხებმა, ლიეტუელებმა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, სწორედ ამაზე მინდოდა ახლა მეკითხა და უნებრივად დაასრულე შენი ნაწილი, სწორედ აი ამ პასაჟით. შენ გაქვს დიდი გამოცდილება დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების და რა იწვევს შენი აზრით, შენი დაკვირვებით აი ამ დაგვარ ზერელე ან ზედაპირულ თუ მეამიტურ დამოკიდებულებას რუსეთის შეფასებასთან დაკავშირებით. ანუ ის რომ დონალდ ტრამპს აქვს ესეთი ზედაპირული წარმოდგენა ვლადიმერ პუტინის ბოროტებაზე, არ არის მხოლოდ დონალდ ტრამპის ანუ განსაკუთრებული მეამიტობა ან არაადეკვატურობა. ეს ზედაპირულობა საკითხების მიმართ. ეს ზედაპირულება რომ იქნებ ჩვენ რაღაცა გვეშლება. ნუ ამ ჩომსკის აქვს, აი წარმოიდგინეთ ახლა გავლენიანი ფილოსოფოსია, მემარცხენე მიმართულების და ანუ საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიძლება მოისმინო მართლა ძალიან პროპაგანდისტულ რაღაცა ტელეარხებში, რომ მისი არგუმენტი ზუსტად ეს იყო, როგორც თუნდაც ვლადიმერ პუტინი გვთავაზობდა, რომ ჩვენ შევუთანხმდით რუსებს, რომ არ იქნებოდა ნატოს გავრცელება და ჩვენ დავარღვიეთ, ჩვენ ვაიძულეთ, ანუ ჩვენ დავაშავეთ. აი რაღაცა ესეთი თვითგვემის რეჟიმი არის დასავლურ მემარცხენეებში, რომელიც ცდილობენ ბოროტებაში გამოძებნონ რაღაც ლოგიკა, რომელშიც შეიძლება ჩვენ რაღაცა უნდა გავუკეთებინა სხვაგვარად. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ადეკვატური წარმოდგენა. ადეკვატური წარმოდგენა იმაში არის, რომ
ბულერს როგორც უნდა მოექცე, თუ კი ის არ აღიარებს როგორც თანასწორს, თუ კი ის არ გაღიარებს როგორც პარტნიორს და არ ქცევს პატივს, ამ გუნდრუკის კმებით ვერანაირად ვერ გაანეიტრალებ მის აგრესიას. ეს არის გარდაუვალი. უბრალოდ აგრესიისთვის რაღაცა დროს აუცილებლად მოხდება. რატო არის ესეთი? პირველ რიგში, ირაკლი, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ არა მარტო ევროპაში ეს პრობლემა და ამ შემთხვევაში ევროპა ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, იგივე პრობლემა აფრიკაში, სადაც ჩავდივარ ხოლმე ყოველთვის ვხედავ პრორუსულ განწყობებს, ეს ჯერ კიდევ კომუნიზმის ხანიდან არის მოყოლებული, თუმცა ნაკლებად მნიშვნელოვანია აფრიკა ამ მხრივ როგორ უყურებს რუსეთს, იმიტომ რომ აფრიკის გავლენა, კონტინენტური აფრიკის გავლენა არის შეზღუდული, იგივე არის ლათინურ ამერიკაში და ცენტრალური ამერიკის გარკვეულ ქვეყნებში. რაც შეეხება ევროპას, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, რომ უკვე რამდენიმე თაობა აღიზარდა, რომელსაც არ უნახავს პირდაპირ კონფრონტაცია სახელმწიფოებს შორის, დაიბადნენ, გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ მშვიდობის ეპოქაში, სადაც ჩვეულებრივი ამბავი გახდა 2500 ევროიანი, 3000 ევროიანი ანაზღაურება, თავისუფალი გადაადგილება, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია და რუსეთი, მით უმეტეს რომ დასავლეთით მიდიხარ, წარმოჩენილია რუსული პროპაგანდის და ძალიან ეფექტიანი დეზინფორმაციული კამპანიის წყალობით, როგორც ერთადერთი ალტერნატივა მოძოლებული ლიბერალური დემოკრატიული დასავლური სამყაროს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დემოკრატიასა, ლიბერალიზმში, არ ვიცი, კონსერვატიულ ხედვებში შეიძლება არ მოგვეწონოს, მაგრამ მე იმ ადამიანებს ყოველთვის თავაზობ ხოლმე, რომლებსაც ხვდები და იქ რუსეთს წარმოაჩენენ როგორც ერთადერთ მორალურ ციხესიმაგრეს და ალტერნატიული სამყაროს რაღაც ერთადერთ ბოლო გაჩერებას, ყოველთვის თავაზობ, რომ გაატარონ იქ რამდენიმე თვე რუსეთის ფედერაციაში. ოღონდ მოსკოვში არა, მაგალითად წავიდნენ ცოტა შორეულ პროვინციებში, ნიჟნი ტაგალში, მაგნიტოგორსკში, გაატარონ რამდენიმე თვე იქ. თანამედროვე რუსეთი არის აბსოლუტურად დაცლილი სამწუხაროდ, მართლა ვისურვებდით საქართველოში იმას, რომ რუსეთი ყოფილიყო მიმზიდველი, საინტერესო, განვითარებული სახელმწიფო და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პრორუსული სახელმწიფო იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ რუსეთი ვერ შედგა როგორც თავისუფალი, როგორც მიმზიდველი სახელმწიფო. ეს არის ქვეყანა, რომელიც სრულად დაცლილია soft power-ისგან, რბილი ძალისგან, მას არ შეუძლია არაფერი შესთავაზოს მსოფლიოს გარდა ენერგორესურსების, ლამაზი ქალებისა და პირატული ვებსაიტების, ვებგვერდების გარდა, სადაც თქვენ შეგიძლიათ ფილმები ნახოთ მსოფლიო პრემიერამდე უფრო ადრე, HD ხარისხში, მაგრამ ამის იქით ეს არ არის სახელმწიფო, სადაც თქვენ შეიძლება მიიღოთ ძალიან მაღალი დონის განათლება, დატკბეთ მაღალი ხელფასებით და შევახსენებ თქვენს მაყურებელს, რომ ევროკავშირის ყველაზე ღარიბ სახელმწიფოში, ბულგარეთშიც კი უფრო მაღალი პენსიები და ანაზღაურებებია ვიდრე რუსეთში. ეს არის ქვეყანა, სადაც ძალიან მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობა, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება, სიცოცხლის ხანგრძლივობის კუთხით რუსეთი მაინც და მაინც ვერ ბრწყინავს, იგივე თუ კი ვსაუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე, ერთ-ერთი პირველია განქორწინებების მაჩვენებლით, როდესაც ვსაუბრობთ ასევე მართლმადიდებელ რუსეთზე, მოსახლეობის ნახევარია თითქმის ოდნავ ნაკლები მართლმადიდებელი, ქრისტიანი მართლმადიდებელი და ამ ნახევრიდან დაახლოებით 2% დადის მუდმივად ეკლესიაში. შესაბამისად, რუსეთზე საუბარი, რომ ეს არის მიმზიდველი სახელმწიფო, სტარია, რომ დავივიწყოთ ისტორია, ემოციები, ასე შემდეგ. ამ ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთს რა რჩება, გარდა პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებისა, არაფერი. შესაბამისად, როდესაც შენ დაცლილი ხარ მიმზიდველობის ელემენტებით, გრჩება დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ფაბრიკაციები და ეს ტალღა ძალიან კარგად მუშაობს დაუცველ ტვინებს. ამ მხრივ დასავლეთ ევროპაში მაინც და მაინც სახარბელოდ არ არის საქმე, იმიტომ რომ მათთვის კიდევ ერთხელ ვამბობ და მე მყავს სტუდენტები, თანამშრომლები, ავიცი ადამიანები, რომლებიც ჩემთან მუშაობენ, რომლებსაც დიდი ხნის მანძილზე არ სჯეროდა, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა იყო ჩვეულებრივი ნაწილი რუსეთის საგარეო პოლიტიკისა. დღეს ამაში რწმუნდებიან. ძალიან კარგი სტატია არსებობს, ასევე გარი შტეინგარდის, ეს იყო New York Times-ის პუბლიცისტი. მან 2015 წელს, ან 2014 წლის ბოლოს გაატარა ერთი კვირა ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში და ერთი კვირის განმავლობაში უყურებდა რუსულენოვან ტელევიზიას, რა თქმა უნდა, რუსულად საუბრობს იგი. და იგი აღწერს თავის მენტალურ ტრანსფორმაციას 7 დღის მანძილზე. რამხელა გავლენა მოახდინა რუსულმა
საინფორმაციო ველმა და გზავნილებმა მასზე. შესაბამისად, ამ ყველაფრის სათანადოდ არ შეფასება არის შეცდომა და ამას ხშირად უშვებენ ადამიანები. სადაც არ უნდა ჩავიდეთ, ძირითადად ყველა ის ადამიანი, რომელთანაც მაქვს პროფესიული შეხება, მათ აერთიანებთ ეს პრინციპი, სათანადოდ ვერ შეფასება საინფორმაციო ოპერაციების ძალისა. რუსეთი ამ თვალსაზრისით სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სოფლიოში არის ნომერ პირველი. როდესაც საქმე ეხება პროპაგანდას, დეზინფორმაციას, ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ ეს ძალიან ხანგრძლივი სკოლა კომუნიკაციისა, სტრატეგიულ კომუნიკაციას გულისხმობ, გამოიყენონ არა მხოლოდ მოსახლეობის ქცევების შესაცვლელად, არამედ დასატერორებლად, შიშის გასაღვივებლად. და ერთ-ერთი მთავარი იარავი ამ ყველაფერში არის კოლექტიური ტრამვების გამოყენება. თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით, ირაკლი, მშვენივრად მიხვდები იმას, რას გულისხმობ, რომ მაგალითად ომით ტრავმირებული საზოგადოებები შეიძლება დააშინო ომით. და აქედან გამომდინარე მე არ მიკვირს ის, რაც დღეს ხდება დასავლეთ ევროპაში რუსეთთან მიმართებაში. მათ არ ქონიათ არასდროს პირდაპირ შეხება ამ სახელმწიფოსთან, არ იციან იმ საფრთხეების შესახებ, გულისხმობ პირდაპირ საფრთხეებს და არა ირიბს, რომელსაც ეს სახელმწიფო მუდმივად ატარებს. და კიდევ ერთი რუსეთმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ასევე უსაფრთხოების სამსახურების მოდერნიზების კუთხით, იმიტომ რომ ინფილტრაციის შეღწევის ხარისხი იმდენად მაღალია დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში რუსეთის მხრიდან, რამხელაც არ იყო ცივი ომის დროს, მაგალითად, აი ავსტრია არის, ანუ მწვანე ველი, ასე შეიძლება ითქვას, რუსული სპეცსამსახურებისთვის. ჩეხეთის რესპუბლიკა, მაგალითად, 2022 წლამდე იყო ერთ-ერთი მთავარი რეზიდენტურა რუსული სპეცსამსახურების. არის ძალიან მაგარი წიგნი ანდრეი კუნდრასის სახელწოდებით როგორ გვპარავს პუტინი სახელმწიფო საიდუმლოებებს და იგი წერდა, რომ მარტო რუსეთის საელჩოში, რომელიც პრაღაში მდებარეობს, 120 თანამშრომელი იყო FSB-ში, SVR-ისა და GRUS-ი. მაშინ, როდესაც ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის მთლიანი კონტინგენტი არის გაცილებით ნაკლები ვიდრე 120. ყოველ შემთხვევაში ასე იყო. შესაბამისად, ძირგამომთხრელი საქმიანობების კუთხით აქტიურად მუშაობენ, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კუთხით წარმატებებს აღწევენ და ამასთან ერთად კარგმა ცხოვრებამ მოგვიტანა საქართველოს არ გულისხმობ, დასავლეთ ევროპას გულისხმობ, მოგვიტანა ის რეალობა, სადაც ადამიანები ვერ ახდენენ რისკების სათანადო შეფასებას და ახდენენ მოძალადეების რომანტიზირებას. რაც ადამიანურია გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჩვენს შესაძლოა შორეულ სახელმწიფოებთან მიმართებაში არ გქონდეს ისეთი ცოდნა და შესაბამისი წარმოდგენა და ეს სახელმწიფო მაგალითად არ იყოს მაინც და მაინც ჰუმანური თავისი ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე. ჩვენც ხომ დაახლოებით შეიძლება ესეთი ზედაპირული წარმოდგენა გქონდეს ჩინეთის საგარეო პოლიტიკაზე, ანუ ჩვენი აღქმა ჩინური რაღაცა საფრთხეების ძალიან ესეთი ზედაპირული ენციკლოპედიურია, ჩვენ ვერ გვცნობთ კონკრეტულ საფრთხეს. ალბათ არის დაახლოებით მსგავსი ანალოგია ჩვენ შეგვიძლია ჩავხედოთ ჩვენს გულებში და ალბათ სულ სხვანაირად გაგვეხსნიდა ჩინურ საფრთხეებს, ვიეტნამელი და ასე შემდეგ. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის ტრამპის ამბიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო მომენტი არის ეს დონალდ ტრამპის ცნობილი, ასე თქვათ, მოსაზრება, რომელმაც გამოიწვია ძალიან ბევრი კრიტიკა, ცინიზმი, სასაცილოც კი იყო მართლაც, როცა ის აპროტესტებდა და არ ეთანხმებდა გლობალურ დათბობას. მაგრამ გრენლანდიის საკითხის წინ წამოწევა გარკვეულწილად გამოიწვია იმან, რომ აი ამ გლობალური დათბობიდან გამომდინარე ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე ნელ-ნელა უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება ნაოსნობისთვის და ალბათ ამერიკის ანალიტიკურ წრეებში გაჩნდა შესაბამისი საფრთხის შეგრძნება, რომ თუკი ეს ოკეანე თავისი ყინულოვანი
დაბრკოლებით აღარ იქნება, მაშინ ჩვენ გვემუქრება საფრთხე ჩრდილოეთიდანაც. და ამიტომ გვინდა რაც შეიძლება სწრაფად იქიდან აღკვეთოთ ყველა სხვა სახელმწიფოს ინფილტრაციის შესაძლებლობა, რუსეთი, ჩინეთი და პლუს ყველა უსაფრთხოების სქემები მოვაწყოთ რაც შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი გააკეთა ძალიან არ ვიცი, ანეკდოტური რაღაცა მოთხოვნით. გრენლანდია გვინდა. ან ვიყიდით, ან არ გამოვრცხავთ სამხედრო ძალას. გარკვეულწილად ეს განაცხადი იყო არა მხოლოდ დანიის წინააღმდეგ, ეს იყო მთლიანად ევროკავშირის წინააღმდეგ და მთლიანად იმ რწმენის წინააღმდეგ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ალბათ არ არის, არ ვიცი, აგრესორი, ხო? როგორ შეაფასებდი აი ამ განაცხადის თანმიმდევრულობას, აი ამ განაცხადის შინაარს, რა მიმართულება შეიძლება ქონდეს აი ამ ანეკდოტურ ისტორიას? მე ხშირ შემთხვევაში მაქვს ხოლმე განცდა, რომ მაინც და მაინც გეგმის მიხედვით დონალდ ტრამპი არ მოქმედებს და არც ის გამოურიცხოთ, რომ პირდაპირ აკეთებდეს იმას, რასაც ფიქრობს. ზოგადად პოლიტიკაში პოლიტიკოსები ყოველთვის ცდილობენ დიდ პოლიტიკაში, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ყოველთვის ცდილობენ, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ არ გაამჟღავნონ ის, რაც მათ სურთ. დონალდ ტრამპი ამას არ აკეთებს, პირდაპირ საუბრობს იმაზე და ამით საქმეს აფუჭებს, პრაგმატული გაგებით აფუჭებს, იმიტომ რომ აი თუ კი ავიღებთ იმ განწყობებს, რა განწყობების დღეს არის გრენლანდიასა და დანიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და შეგახსენებთ რომ ისტორიულად მეორე მსოფლიო ომის დროს გრენლანდიასა და დანიაც ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა, გრენლანდიაში ბირთვული არახს მალავდა გარკვეული პერიოდის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატები, დღეს არის კატასტროფულად უარყოფითი დამოკიდებულება ვაშინგტონისადმი. უკანასკნელი საზოგადოებრივი კვლევები, რომლებიც ჩატარდა, რადიკალურად ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების თუნდაც მინიმალურ ასე ვთქვათ, ჩართულობას ამ ქვეყანაში. ეს იქნება ეკონომიკური, მით უმეტეს სამხედრო. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანმა მანევრირების ველი მთლიანად მოისპო. იმიტომ რომ არ დატოვა არანაირი სივრცე იმისათვის, რათა იქ ამერიკის შეერთებული შტატები შესულიყო თავისი რბილი ძალის, ეკონომიკური პოტენციალის ან სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით. ამის სივრცე მან მთლიანად წაიშალა. დაიზიანა ურთიერთობა დანიასთან, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, ისტორიულად იყო ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული სახელმწიფო. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული. აქედან გამომდინარე, დღეს იმის შანსი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეპატრონოს იმ ფორმით გრენლანდიას, რა ფორმითაც ეს დონალდ ტრამპს სურს, არის ფაქტიურად შეუძლებელი. არ ვიცი, მაშინ პირდაპირ სამხედრო აგრესია უნდა დაიწყოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიაში, რაც იქნება კომიკური და ტრაგიკული ამოწყობა. და ამასთან სასაცილოა აღარ იქნება ხო, სამწუხაროდ გვიწევს ისეთ თემებზე მსჯელობა, რომ არ არსებობს არც ერთი სცენარი, რომელსაც 100%-ით გამოვრიცხავთ. თუმცა ამის შანსი საბედნიეროდ მაინც მცირე არის. თუმცა ეს უფრო მასშტაბურ კონტექსტში უფრო მეტად აზიანებს იმ პრინციპს, რა პრინციპზეც იდგა რამდენიმე წლის წინ, 10-15 წლის წინ დემოკრატიული სამყარო, როგორც მას უწოდებდნენ. გაცილებით უფრო დაქსაქსულია, გაცილებით უფრო არათანმიმდევრულია და ხშირ შემთხვევაში აი საქართველოშიც ისევ აი ამ wishful reality-ს და სასურველი რეალობის პრინციპიდან გამომდინარე, ხშირად ჩნდება ხოლმე მოლოდინი, რომ დასავლეთი საქართველოსთან მიმართებაში იქნება თანმიმდევრული. სამწუხაროდ ასე არ არის. საქართველოსაც ვისაუბრებთ ალბათ და ჯერ კიდევ გვაქვს დრო საერთაშორისო ასაკობრივ. თუმცა ფაქტი არის ის, რომ მე არ მეყვარს წინასწარმეტყველებების საერთაშორისო ურთიერთობების არ უხდება პროგნოზების გაკეთება, მაგრამ თუ კი რისკების ანალიზიდან გამომდინარე და აი ამ პრინციპებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, მიხვდებით, რომ ვაშინგტონისა და კოპენჰაგენის შეიძლება ითქვას შეთანხმება გრენლანდიასთან მიმართებაში არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი და ერთადერთი მოცემულობა, რა მოცემულობაშიც იქ შეიძლება ამერიკელები შევიდნენ და დაიწყონ თავიანთი საქმიანობა ეკონომიკური, იქნება წმინდა სავაჭრო შეთანხმება, რომლითაც ძალიან დიდ სარგებელს ნახავს ალბათ გრენლანდია. თუმცა აქამდეც ძალიან შორია, იმიტომ რომ ამ საკითხმაც უკანა ფლანგზე გადაიწია
ვინაიდან და რადგან დონალდ ტრამპი იმეორებს ერთ-ერთში თუ კი დააკვირდები იმას, რასაც ამბობდა წლების განმავლობაში ვლადიმერ პუტინი. ხო შორის ჯონ ბოლტონმა, ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპისა ახსენა, რომ დონალდ ტრამპს ძალიან მოწონს პუტინი როგორც პროტოტიპი და მას ბაძავს. თავზე ვერ დავდებ რომ ეს ასეა, თუმცა საინტერესო მოსაზრებაა როგორც მინიმუმ და თუ კი დავაკვირდებით რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა ბოლო თვეების მანძილზე არის copy-paste ფაქტიურად იმისა, რაც ამბობდა ვლადიმერ პუტინი, რომ არ არსებობს საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი. უკრაინისა და რუსეთს შორის არის ხელოვნური, მეორე მხრივ საზღვარი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის არის ხელოვნური. თუ კი ჩვენ დაგვჭირდება ნებისმიერ ქვეყანაში გავაგზავნით ჯარებს, ვლადიმერ პუტინი, თუ კი ჩვენ დაგვჭირდება გრენლანდიაში გავაგზავნით ჯარებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მე პირადად ვერ ვხედავ ვერანაირ სივრცეს მარტივი შეთანხმებისა გრენლანდიის საკითხზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ხაზგასმით, რომ მსგავსი ინციდენტები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს კოლექტიური დასავლეთის, ჯერ კიდევ გამოვიყენოთ ეს ტერმინი, ერთობასა და ავტორიტეტს, მაშინ, როდესაც ხელს უწყობს ირიბად ავტორიტარულ რეჟიმებს. აი, ერთი ძალიან სასწაული სასაცილო ვიდეოც კი შემხვდა რელის სახით, სადაც აშკარა იყო, რომ ბატონი დონალდ ტრამპი აბსოლუტურად არისნობს თანამედროვე ტექნოლოგიებს. აი, აბსოლუტურად არისნობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, როცა მან რაღაცა სურათს აანალიზებდა, რომელზეც ვითომდა ისეთი სვირინგები ქონდა ადამიანს, რომელიც ალბათ რაღაც ბანდის წევრი არისო და მან უბრალოდ ალბათ არის ის ჩვეულებრივი ფოტოშოპის გამოყენების манипуляცია, ანუ რა ვიზეთ საუბრობდა, ეს არ შეიძლება ამაზე ეს სერიოზულად ილაპარაკო და მათ შორის ეს მომენტიც, რომ აი ესეთ უცნაურ და საცნაურ განცხადებას აკეთებს, პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ მე ეს მისი კომუნიკაცია საზოგადოებასთან კარგად დაგეგმილი არ არის. ამ შეიძლება აი ეს პირდაპირ რეჟიმში ილაპარაკოს ის, რაც გამართლება შემდეგ უწევს უწყებებს. ძალიან სასწაული იყო მათ შორის ისიც, როცა მას პირველად გააცნეს ChatGPT ტექნოლოგია და როგორ გაოცებული იყო, რომ აი სპიჩიო ერთი იმითო ისეთი დამწერს ესეთი სპიჩიო მე არასოდეს არ წარმოვიდგინე. 78 წლის აირაკლი, არ უნდა გავუკვირდეს. ხო, ანუ აი ამ გერონტოკრატიამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კომიკური მომენტი შემოიტანა, რომელიც არ ესმის ცხადია და ისე ძველი რაღაცა პარადიგმების ცდილობს აი ამ რაღაცა იმას და ამასაც შეეხე შენ ზუსტად რომ რაღაცა სხვანაირად ესმის მას საერთაშორისო ურთიერთობები. აი ეს მაგა მოძრაობა. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს Make America Great Again? კერძოდ, რამ გააჩინა ესეთი დისკურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში? რატომ აღმოჩნდა ეს ახალი ტიპის, არ ვიცი, სწორია თუ არა ეს ტერმინი, ოლიგარქები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც არსებითად სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ბიზნესმენები არიან, ტექნოლოგიებს გვთავაზობენ, ხო? აი ამ ფერხულის სათავეში რატომ აღმოჩნდნენ? რატომ აღმოჩნდა დონალდ ტრამპი? დონალდ ტრამპი რა შუაში იყო? ილონ მასკი მის ადმინისტრაციის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტზე, რომელიც არჩეულიც არ არის და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო მან, ვეტერანები გაათავისუფლა ყოველგვარი ბოდიშის გარეშე და რა ვიცი, მეილით ათავისუფლებდა ადამიანებს. ხო, ესეთი რაღაცა კომუნიკაციის სტილიც. აი მოდი ასე რომ ვთქვათ, არის ისეთი სტანდარტის, რომელიც სტანდარტის არ შეიძლება ცივილურ დასავლურ სტანდარტს შეეფასებოს. აი შრომითი კულტურაც ხო მაინც ხო დასავლური სტანდარტია და ეს სტანდარტი არ ვიცი ხარ სტანდარტი. აი ეს რატომ მოხდა? მე ვფიქრობ, რომ ამის უმთავრესი მიზეზი არის გამოფიტვა ამერიკის პოლიტიკური ელიტისა, იმიტომ რომ ბოლო 20 წლის მანძილზე, ბოლო 30 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატები გამომდინარე იქიდან რომ იყო მსოფლიო მშვიდობის ხანა, თუ კი არ ჩავთვლით 9-11-სა და სრულმასშტაბიან ომს ერახში, იყო ძალიან კომფორტულ, დომინანტურ მდგომარეობაში, სადაც ლიდერები ფაქტიურად ხელმძღვანელობდნენ შაბლონური ფრაზებით, პრინციპებითა და დოქტრინებით. ამ ყველაფერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა ერთგვარი შიმშილი გამორჩეულ ლიდერებზე. თუმცა გამორჩეული ყოველთვის მაინც და მაინც არ არის დაკავშირებული პოზიტიური გაგებით გამორჩეულთან.
და დონალდ ტრამპი ძალიან კარგად იყენებდა დიდი ხნის მანძილზე აი ამ შიმშილს. იგი პოზიციონირებდა როგორც განსხვავებული ქარიზმატული ლიდერი, რომელიც იყო ძალიან გამბედავი რაღაც საკითხებთან მიმართებაში, იყო უშუალო საწყის ეტაპზე საკმაოდ ეფექტურიც კომუნიკაციებში, ღიად საუბრობდა იმ საკითხებზე, რაზეც ამერიკელები გულისხმობ ამერიკელ პოლიტიკოსებს დიდი ხნის მანძილზე თავს იკავებდნენ. ძალიან მარტივი ენით კომუნიკაცია, ძალიან მარტივი ენით დაამყარა კომუნიკაცია მასებთან, შეეხო ფანტასტიკის სფეროსთან ასოცირებულ რაღაც თემებს, აი მაგალითად ინფორმაციის გამჟღავნება კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით, მოახდინა დეკლასიფიკაცია, როგორც ამბობენ ამ გასაიდუმლოებული მასალებისა და რა გავიგეთ, რომ ჰარვი ოსვალდი იყო მკვლელი კენედის, იქ დაგვპირდა, რომ საიდუმლო ინფორმაციებს, გრიფით საიდუმლო ინფორმაციებს მოხსნიდა აკრძალვას და მასებს შეატყობინებდა უცხო პლანეტელების შესახებ აი ამ წლების მანძილზე დაგროვილ ცნობებს ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა იმუშავა და გარდა ამისა ამერიკულ საზოგადოებას თუ შევხედავთ არ უნდა გქონდეს მოლოდინი რომ ამერიკული საზოგადოება არის მთლიანობაში ისევე კარგად აღჭურვილი ცოდნითა და რაღაც იდეოლოგიური ინდოქტრინაციით, როგორც იყო მაგალითად ცივი ომის პერიოდში, სადაც ყველამ იცოდა, რომ მტერი იყო პირობითად საბჭოთა კავშირი. დღეს ეს ასე არ არის, ინფილტრაციის მაჩვენებელი რუსეთისა და ჩინეთის მაღალია, სოციალური ქსელები, კონსპირაციული თეორიები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ახდენს ამ ყველაფრის აღრევას. და მივიღეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თაობა, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება არჩევნებში მონაწილეობის სახით, ისე რომ საერთოდ არ აქვს წარმოდგენა მინიმალურ დონეზეც კი მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებზე. არ არის აღჭურვილი მინიმალური კომპეტენციებით იმისათვის, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არჩევნების კონტექსტში, ხო? აქედან გამომდინარე, ეს არ არის გასაკვირი. დონალდ ტრამპმა რაც წარმატებით მოახერხა იყო წმინდა პროპაგანდისტული კუთხით აი ამ ნიშეს ათვისება, როგორც გამბედავი, ვაჟკაცი, თამამი ლიდერისა და ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები არის იმდენად უტოპისტური და იმდენად ინფანტილურიც კი, თუ კი ვინმე ოდნავ მაინც ერგვა საერთაშორისო პოლიტიკაში ამას მიხვდება, მაგრამ რამდენი ერგვა საერთაშორისო პოლიტიკაში? ძალიან ცოტა. ეს მოცემულობა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრგან. ამ შიმშილმა განაპირობა ბევრი რომ არ ვისაუბრო დონალდ ტრამპის აღზევება და შესაბამისად ეს არის ის საფასური, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები იხდის. რამდენად შეარყევს ეს ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას? არ ვიცი, ალბათ შემდეგზე გეყოლება ექსპერტი ამერიკული პოლიტიკისა და უფრო მეტად გაზომავს რისკებს, მაგრამ ფაქტია რომ ნებსით თუ უნებლიეთ ეს კაცი ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას და მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტს არყევს მსოფლიო მასშტაბით. აი რბილი ძალა ახსენე შენ და რბილი ძალის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო USAID და სხვა მსგავსი ესეთი პროექტები, რომელიც ქმნიდა საერთაშორისო საზოგადოებაში ან ბენეფიციარებში ზუსტად იმ განწყობას, რომ აი ლეგიტიმური ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობა გამომდინარე იქიდან რომ მეც სარგებას ვიღებ. ახლა კი აი ეს ურთიერთ ბენეფიტი რომ შენი ლიდერობა ან შენი პოზიცია რაღაც საკითხზე ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ რაღაცა გაგებით მორალურადაც ლეგიტიმურია რომ ლიდერი ხარ. ამ უფასო ინსტრუმენტს პირდაპირ ნაჯახით მიადგა და ფესვებში ამოკაფა. ეს როგორ გააკეთა მე არ ვიცი, მაგრამ მე მაინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი პოლიტიკური რესურსი იმისათვის, რომ ის ძალიან ბინძური და სასაცილო პროპაგანდა, რომელთაც ვითომ და გააშავეს USAID, რომ თუნდაც პრეზერვატივებს არიგებდა, რა ვიცი მე, რაღაცა ღაზას სექტორში 50 მილიონის და ესეთი სასაცილო პროექტები, არადა პროექტები, რომელიც გამოიტანონ, ხო? თავად საქართველოში მე ამაზე მქონდა საუბარი, აი აქ რა გაუკეთებია USAID-ს და სოროსის ფონდს და ასე შემდეგ, ანუ ისეთი ჰუმანიტარული პროგრამებია გაკეთებული, რომელიც ეხება, რა ვიცი მე, ჰეპატიტს და შიდს და რა ვიცი 1000 სხვა რაღაცას, ანუ მილიონები ყავთ გადარჩენილი, მოდი ასე რომ ვთქვათ.
რატომ მოხერხდა აი ამ დიდი ავანტიურის შეჩერება? ჯერ ეს ერთი უნდა ვაღიაროთ ისიც რომ დემოკრატიული პარტიაც მაინც ვერ გწყინავს თავისი ავტორიტეტით და არის გარკვეულწილად გაბანკროტებული, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვერ ხედავთ ვერც ერთ წონიან პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს ავტორიტეტი რომ დაუპირისპირდეს ამ გადაწყვეტილებას. USA-თან მიმართებაში ძალიან მარტივად შეგვიძლია განსაზღვროთ საკითხი. რა თქმა უნდა, იყო ბევრი სულელური პროექტი, ამაზე არავინ არ გამართობს, მაგრამ რამხელა სარგებელი მოქონდა და რა პროცენტული მაჩვენებელი იყო ამ იდიოტური პროექტების, რომლებიც იყო რა თქმა უნდა სარგებელი ბევრად აღემატებოდა არა მარტო ბენეფიციარებისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ ეს იყო წმინდა პოპულისტური ნაბიჯი და მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტისთვის USAID იყო დაახლოებით 2 ცენტი თუ ცენტ ნახევარი დოლარს. ანუ უმნიშვნელო, თუმცა ამერიკის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჰუმანური ასპექტი როგორზე გადავდოთ, კიდევ ერთხელ ამბობ, საერთაშორისო ურთიერთობებს მე ასე უყურებ, რომ დიდწილად ჰუმანური პრინციპებისგან დაცლილია, როდესაც დიდ პოლიტიკაში იღებენ გადაწყვეტილებას, სამწუხარო რეალობაა. წმინდა პრაგმატული გაგებით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს იყო ზემოქმედების ძალიან მაგარი ინსტრუმენტი. რუსეთს რო ქონოდა იგივე ინსტრუმენტი, არასდროს არ მოჭრიდა ამ ხეს დარწმუნებულია ვლადიმერ პუტინი, იმიტომ რომ ზემოქმედების არაჩვეულებრივი მექანიზმი არის. რაც არაფერი არ უჯდებოდა ამერიკის ფედერალურ ბიუჯეტს. ხო. აი რო შევაფასოთ ჩინეთთან ურთიერთობა. ახლა აი ეს ტარიფების ომი და ტარიფებთან დაკავშირებით მინდა შენი მოსაზრება მოვისმინო. ანუ ეს ეკონომიკური გაანგარიშება, რომელიც ძალიან პრიმიტიული იყო ეს ეკონომიკური გაანგარიშება. რაიმე კონკრეტულ პროგნოზს ექვემდებარებოდა, მან ჩამოაქცია პრაქტიკულად მთელი მარკეტები. ანუ მოხდა სერიოზული დევალვაცია ფასების. ჩინეთთან ეს ულტიმატუმი მას პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ ჩინეთი გახდა ისეთი ქვეყანა, რომელსაც გულშემატკივრობდა. ანუ თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე. ანუ ხალხის სიმპათიები უფრო გამოიწვია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ბულერის პოზიციიდან გამომდინარე და უკან მიუბრუნდა ეს ყველაფერი, მოუწია ახლა ტარიფების უკან დაწევა. აი ეს ამ ურთიერთობებს კერძოდ რა დინამიკა შეიძლება ქონდეს? ირაკლი, მე გამიჭირდება ამ კითხვაზე ზუსტი პასუხისგაცემა, იმიტომ რომ ეკონომიკაში ჩემი ცოდნა ძალიან შეზღუდულია, მაგრამ ერთ პარადოქსზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის დონალდ ტრამპისა და ელონ მასკის მეგობრობა. ესეთი ორი ადამიანი ამხელა ეგოთი დიდხანს უერთლებს ერთად. ეს ერთი. მერე მეორე, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებები პირდაპირ აზარალებს ტესლას. პირდაპირ აზარალებს იმას, რასაც აკეთებს ელონ მასკი. აი მაგალითად, აი ამ ტარიფებისა და ემბარგოების დაწესებამ განაპირობა ის, რომ ტესლას პოტენციალი რომ გაიყიდოს თავარ, ასე ვთქვათ, ბაზრებზე მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა, ეს არის დაახლოებით გაყიდვების 25-დან 30%-მდე მიდის ევროკავშირში. შემდეგ მიდის თუ არ ვცდები ავსტრალიაში საკმაოდ დიდი დოზით და წარმოიდგინეთ რამხელა ზარალი არის ეს გადაწყვეტილება ელონ მასკის. ეს იმპონზე რომ ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი სექტორი მისთვის არის მანქანათმშენებლობის სწორედ ელექტრომობილები. და ბაზარში ავსებს ვინ? ამის გარდა საკმაოდ პრობლემური ტენდენცია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ის ფაქტი, რომ წამყვანი მეცნიერების გადმობირებას ბოლო წლების მანძილზე ჩინეთი ახერხებს ძალიან დიდი წარმატებით. და თქვენ თუ დააკვირდებით იმ ტექნოლოგიურ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება ამ ორ სახელმწიფოში, დროთა განმავლობაში და ბოლო წლების დინამიკა ამაზე მიუთითებს, ჩინეთი არის მოწინავე პოზიციაში. ერთადერთი რამხურევას ჯერ კიდევ ამერიკელები ახერხებენ იყვნენ მოწინავენი, რაც ჩვენ ვიცით, ღია წყაროებზე დაყრდნობით, რიგითმა მოკვდავებმა არის სამხედრო ტექნოლოგია. იქ კიდე ხა გასაიდუმლოებული დეტალები რა არის, არ ვიცით, ვერ გავიგებთ არასდროს, მაგრამ ჩინეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით ნელ-ნელა ხდება გაცილებით უფრო მიმზიდველი და გავლენიანი ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. ახლა მოდი ვისაუბროთ საქართველოსთან. დესერტად საქართველოს. ხო. მე საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება მინდა შევადარო ერთ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს, რომელზეც ფილმებიც არის გადაღებული, ამერიკული ვერსიას და ევროპული ვერსიას, მას ეწოდება ექსპერიმენტი.
სიმბარდოს და სარნოფის დამწყდეულები, პატიმრები და ზედამხედველობის. ანუ პირობა ამ ექსპერიმენტის იყო როლების შესრულება პატიმრების და ზედამხედველების და თუკი თქვენი ურთიერთობების შევა რაღაცა კრიზისში, მაშინ აინთება წითელი შუქი და ექსპერიმენტი შეწყდება. მაგრამ იმის მიუხედავად, როცა პირველი პრეცედენტი მოხდა ძალადობის და ყველა მოსაყვედურა რომ რატომ გააკეთეს, იმიტომ რომ ნაზღაურებადია ეს ექსპერიმენტი და ასე ადრე რატო წყდება, არ აინთო. შემდეგ გაგრძელდა ეს ძალადობა და ისეთი სიღრმეები მიიღო, რომ ის უკვე ჰუმანურობის ყველა ფორმას გასცდა და წითელი შუქი არ აინთო. აი დაახლოებით მსგავს ანალოგიას ხედავ ჩვენ შემთხვევაშიც. გამომდინარე საერთაშორისო კრიზისიდან, რომელიც შეიქმნა აი ამ ტრამპის თუ უკრაინა-რუსეთის ომიდან, გამომდინარე წითელი შუქი არ ინთება. თავის დროზე არ ინთება, მაგრამ მორალი ამ ფილმის და ამ ექსპერიმენტის ის არის, რომ ბოლოს აინთო მაინც. ალბათ ბოლოს აქაც აინთება. როდის იქნება ეს ბოლო? მაგრამ ეს ბოლო როდის იქნება და იქ თითქმის ერთმანეთი დაჭამს, შეიძლება მკვლელობამდეც მისულიყო საქმე. აქამდე თუ მივიდა ჩვენი საქმე ძალიან ცუდად არის და რატომ არის ზოგადად შევაფასოთ და მე ძალიან კონკრეტულად ტრამპის მიმართებას და ევროკავშირის მიმართებას რატომ არის ერთგვარად არაეფექტური საერთაშორისო სისტემა ქართული ოცნების აი ამ შექმნილ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ კურსზე რომ რაიმეზე მოქმედება მოახდინოს და გარკვეული რაღაცა სახელმწიფო დაბრუნდეს თავის კონსტიტუციურ დინებაში და კალაპოტში. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის მოცემულობა, რომ საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ტრაგედია დაფუძნებული იყო და გარკვეულწილად არის მის მარტოობაზე. მარტოობაზე რუსეთთან, უფრო ადრე საბჭოთა კავშირში, უფრო ადრე რუსეთის იმპერიაში, მანამდე სხვადასხვა იმპერიებთან და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე საქართველოს მთელი უბედურება დაფუძნებული იმაზე, რომ რუსეთს უფრო მეტად სურს, რომ საქართველო იყოს მისი გავლენის სფეროს განუყოფელი ნაწილი, ვიდრე დასავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ღია კარი დეკლარირებულად ღია, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მხარდამჭერი განცხადებები ისმის ალაგ-ალაგ, თუმცა მოცემულობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. რუსეთს აქვს აქ ზემოქმედების გაცილებით უფრო მაღალი მექანიზმები და უნდა ვაღიაროთ ასევე ისიც, რომ საქართველო არ არის ნომერ პირველი თემა დღეს თანამედროვე დასავლეთის, ევროკავშირისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ერთია ტვიტები, Facebook პოსტები, ინტერვიუები, თუმცა მეორე მხრივ არის ის მძიმე რეალობა, რაშიც იმყოფება საქართველო და ამავდროულად რუსეთი ხვდება, სამწუხარო რომ უბრალოდ ხელისუფლება დასკვნები გამოიტანა ძალიან ცუდი მიმართულებით, ჩემი გადმოსახედიდან გამომდინარე. შუქი არ ინთება. ხო, ამასთან ერთად ხელისუფლება, რომელიც ჯერ დიდხანს რჩება ხელისუფლებაში და ფლობს ძალაუფლებას, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ადგება დეგრადაციის გზას, ჯორჯ ვაშინგტონი იყოს ხელისუფლებაში და მით უმეტეს საქართველოში, სადაც არ არსებობს მეორე მხრივ არც ერთი წონიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას დააბალანსებს და ბოლო წლებმა ამ ყველაფერში დაგვარწმუნა. გარდა ამისა, უკრაინის ომმა, ჰიბრიდულმა შეტევამ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიმდინარეობს ძალიან საინტერესო და მძიმე პროცესი 418 კილომეტრიან მონაკვეთზე ყოველდღიურად არის თავდასხმები არალეგალი მიგრანტებისა, რომლებიც ჩამოჰყავთ რუსებსა და ბელარუსებს. ამასთან ერთად დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ საქართველოს თემამ გადაიწია უკან. აი, უბრალოდ არ მინდა დავასახელო იმ ადამიანის ვინაობა, თუმცა ევროპის ერთ-ერთმა საგარეო საქმეთა ქვეყნის გავლენიანი და საქართველოს მოკავშირე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წონიანი ქვეყანა, პრივატულ საუბარში თქვა, რომ ის რაც საქართველოში ხდება, არის ქართველების საქმე. შესაბამისად, ეს მოცემულობა უნდა გაიაზრონ საქართველოში, რომ საქართველო არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ამასთან ერთად დღეს დასავლეთს უწევს რეაგირების რეჟიმში მოქმედება ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ის მოცემულობა, რა მოცემულობაც არის დღეს, არ არის შედეგი 2-3 თვიანი პროცესებისა, გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. და მივედით საბოლოო ჯამში იმ წერტილამდე, სადაც არის მოლოდინი, რომ
აინთება ეგრეთ წოდებული წითელი ნატურა. ხო. სხვა შორის ფსიქოლოგიურ ოპერაციებშიც არის ერთი ასეთი პრინციპი, როდესაც დატესტვის რეჟიმში ხარ, რამდენად შორს შეგიძლია წახვიდე, დატესტვა ყოველთვის იწყება მინიმალური ქმედებიდან. შემდეგ მილგრემის ექსპერიმენტი. მესამე ნაბიჯი და ზუსტად ეს შეიძლება აისახოს ასევე დანაშაულის დონეზე. სწორად აღნიშნე, იმ ქვეყნებში, სადაც მაგალითად ხელისუფლებას აქვს ლიბერალური პოლიტიკა, თუნდაც გრაფიტიზე, წარწერებზე, კედლებთან მიმართებაში, ანუ ასე ძალიან მარტივ, რაღაც პატარა სოციალურ დანაშაულებზე, ასე უწოდოთ, კრიმინალის მაჩვენებელი არის გაცილებით უფრო მაღალი, იმიტომ რომ მარჟა მოქმედებიდან დასჯამდე არის გაცილებით უფრო გაზრდილი, ვიდრე იქ, სადაც რეაგირება იწყება თუნდაც გრაფიტის გაკეთებაზე კედელზე. შესაბამისად, ეს პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობებში რაღაც თვალსაზრისით შეგვიძლია გადმოვიტანოთ. მით უმეტეს დავუმატოთ ჩვენი არასახარბიელო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მდებარეობა, იმიტომ რომ საქართველოს რო იყოს ბულგარეთის ადგილას ან რუმინეთის ადგილას, აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ არათუ ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, არამედ რამდენიმეჯერ უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე ბულგარეთში ან რუმინეთში, მაგრამ საქართველოს ხვედრი არის ამ მოცემულობაში ოპერირება სამწუხაროდ შორს ევროპისგან და ამასთან ერთად გასათვალისწინებელია რამდენიმე პრინციპი ჩვენთან ხო ყველაფერი რადიკალურ ფერებშია დანახული რომ შავი ან თეთრი პროდასავლური ან პრორუსი სამწუხაროდ რუსებმა ამ თვალსაზრისით დიდად წარმატებულად იმუშავეს იმიტომ რომ ვინც კი რაღაც თვალსაზრისით პროდასავლურ ნარატივებს არიზიარებდა LGBT ქორწინებასთან დაკავშირებით და ამ შემდეგ რაც აბსოლუტურად ნორმალურია ყოველს გვაქვს განსხვავებული მოსაზრება ავტომატურად გადმოიყვანა ანტიდასავლურ ფლანგზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, რაც რუსეთმა მოახერხა. და ამასთან ერთად აი ამ კონტრასტულ შავ-თეთრ ფერებში აღქმულ რეალობაში ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში გაუჩნდა საკმაოდ მცდარი დამოკიდებულება რისკებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებები უნდა იყოს პროდასავლური, მაგრამ ამასთან ერთად ქილიკი იმაზე რუსული საფრთხე რეალურია, რუსული საფრთხე რეალურია, რუსეთი არ შეიცვლება, ყოველთვის იქნება აგრესიული და რაღაც დოზით, არ ვიცი, მომავალში, როდის დადგება ეს მომავალი, არ ვიცი, საქართველოს ამ მოცემულობის გათვალისწინება მოუწევს. ეს ცალკე თემა, როგორ უნდა გავითვალისწინოთ, ძალიან გრძელი თემაა. მაგრამ ფაქტია შემდეგში, რომ თანამედროვე საქართველო ალბათ ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდშია თავისი ისტორიის რუსული გავლენები იზრდება, ეს რაუნდი მოიგო რუსეთის ფედერაციამ, თუმცა ეს არ არის საქართველოს ისტორიის დასასრული. ნამდვილად არ არის საქართველოს ისტორიის დასასრული, მით უმეტეს ასე სწრაფად, ცვალებად გეოპოლიტიკურ სამყაროში. საქართველოში ახლა სიტუაცია რო იყოს უფრო მეტად პროგნოზირებადი, რო ყავდეს ეფექტური პოლიტიკური ელიტა ხელისუფლებაში ოპოზიციაში, ეს იქნებოდა იდეალური ხანა მომზადებისთვის, გაურკვევლობისთვის სამზადის გულისხმობ. და ამ გაურკვევლობამ შეიძლება ისეთი მოცემულობა და შანსები გააჩინოს უახლოეს მომავალში, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდეს ეს ქვეყანა, ეს სახელმწიფო, აი ამ გაუთვალისწინებელი რეალობიდან წამოსული და ამ გაურკვევლობიდან წამოსული გაუთვალისწინებელ შანსებს შეიძლება ითქვას. აი ევროკავშირთან მიმართებაში გაგვიხარდა თითქოს ყველას, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. მაგრამ დღევანდელი ვითარება კი პირიქით ისეთი არის, რომ კანდიდატობის სტატუსის შეჩერებას თუ შეკავების რაღაცა მექანიზმებზე ალბათ ექსკლუზიურად მსჯელობენ ჩვენზე რა მოახერხონ აი აქ ამ ვითარებაში, არის შესაძლებლობა, რომ სავიზო რეჟიმის, ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმის დაუკარგოთ, მაგრამ მთელი ეს კონტექსტი მარტო აი ამ ჩვენი კონტექსტიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ აქვს ევროკავშირს გამოცდილება ისეთი წევრების, რომლებიც გახდნენ კაპრიზული წევრები და სერიოზული პრობლემა მათთვის. ეს არის უნგრეთი მაგალითად, სლოვაკეთი მაგალითად. ანუ ევროკავშირში არის ესეთი დამოკიდებულება, რომ მაგრამ რაში გვჭირდება ჩვენ საქართველო? ახალი უნგრეთი, ახალი სლოვაკეთი და ახლა კიდე მესამე ისეთივე გიჟი ქვეყანა, რომელმაც შეიძლება აირჩიოს კიდევ ისეთივე გიჟი, როგორც არის ორბანი. მაგრამ ჩვენი გიჟი არანაკლებად გიჟია. ხო და იქაც ძალიან პრაგმატულად შეიძლება ხედავდნენ ამ საკითხს. ანუ ჩვენს შანსებს ევროკავშირში ასოცირების ხო არ ამცირებს მათ შორის ისიც თუ როგორი არაადეკვატური პოლიტიკა გვაქვს ახლა და პოლიტიკური ლანდშაფტი შევქმნით ახლა ჩვენ.
სიმართლე რომ გითხრა ირაკლი, ზოგადად უკვე შანსებზე საუბარიც კი უადგილო არის ევროკავშირთან დაახლოებისა და საბოლოო ჯამში ინტეგრაციის კუთხით, იმიტომ რომ ის რაც საქართველოში ხდება, არის რისკი ევროკავშირისთვის. გამომდინარე იქიდან რომ მე ძირითადად უცხოეთში მიწევს მუშაობა, ნაკლებად ემოციურად ვცდილობ ხოლმე, ადამიანურად რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ ნაკლებად ემოციურად ვცდილობ ხოლმე უფრო უცხოური პერსპექტივიდან დავინახო ქართული რეალობა. დღეს საქართველო მიმზიდველი სახელმწიფო არ არის და იმის გამო რომ თქვა საქართველო თავისი კლიმატით, პირობითად სტუმართმოყვარე ხალხით, ხაჭაპურით, ღვინით და ლიბერალური ბიზნეს რეგისტრაციით მიმზიდველი შეიძლება იყოს, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით ეს პრინციპები არის ნაკლებად რელევანტური იმ ყველაფრის ფონზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება საქართველოში. პოლიტიკური კატაკლიზმები, არასტაბილურობა, არარსებული პოლიტიკური ელიტა, ისედაც რეგიონული მდებარეობიდან და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამოწვეული რისკები, ოკუპირებული ტერიტორიები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ობიექტურად დასავლეთის პერსპექტივით თუ ვიმსჯელებთ, პლუსზე გაცილებით უფრო მეტი არის მინუსი საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით. ეს არის ძალიან მაღალი რისკი, რომელიც შეიძლება დაუჯდეთ ძალიან ძვირი და ამასთან ერთად ის პოლიტიკური პროცესები, რაც ბოლო წლებში საქართველოში ხდება, ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მესამე თუ მეოთხე მხრიდან, ყოველგვარ შანსებზე საუბარსაც კი აქრობს, იმიტომ რომ ამ შანსებზე უკვე არავის საუბრობს. არის ძალიან ზოგადი განცხადებები და მე ყოველთვის მახსენდება ხოლმე 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, ჯეიმს აპატურაი, რომელსაც მთელი ჩემი სტუდენტობის პერიოდში ხვდებოდი ხოლმე, როცა ჩამოდიოდა ხვდებოდი როგორც სტუდენტი და იმეორებდა ერთი და იგივე ფრაზას, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ბოლო კომუნიკეებით უნახეთ, საქართველოს ნატოს წევრობა საერთოდ გამქრალია აი ამ პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ნატოს შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო რთულად არის, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო მძიმე გამოწვევა პასუხისმგებლობის აღების დონეზე დასავლეთისთვის, ვიდრე ევროკავშირთან დაახლოება. მაგრამ ეს არ ცვლის შინაარს, რომ დღესდღეობით საქართველო არის ძალიან მძიმე, ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ მდგომარეობაში. არ მინდა პესიმისტურად გამომივიდეს, ჩვენ გადაცემის ბოლოსკენ მივდივართ, მაგრამ ის უახლოესი თვეები, რომელიც საქართველოში დადგება, მაინც და მაინც სიტუაციას არ გაუმჯობესებს. ხო, მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა ნატოს ქონა სპეციალური ფორმატების სამიტების დროს, როცა ნატო პლუს საქართველო, აი ეს საპატიო მდგომარეობა, საპატიო დელეგაცია ჩვენი და როგორ შესუსტდა ეს, რომ პირველი ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც კი იყო ეს უკვე მსუბუქი დამოკიდებულება, მაშინ კიდე არ ვიყავით ამ ადეკვატურ სივრცეში გატყორცნელი. მაგრამ ტრამპის შეფასება მახსოვს. მე სიმპათიურნენ, მაგრამ მათადგის მეჯერ ნატოში ვერ ვხედავ. ახლა კი საერთოდ. არავითარი ხსენება და გავიხსენოთ, რაც გააკეთა ირაკლი ხარიბაშვილმა, რომელმაც ალბათ უკვე ბალი მოიხადა საქართველოს წინაშე და წავიდა ჭალებში პოლიტიკიდან. რომ გაიმარა რუსული ნარატივი, ხო? იმიტომ დაიწყო უკრაინის ომიო, რომ ეს ნატოს ბრალი არის. ეხლა აი ამ ფონზე, როცა ჩვენ ესეთი აი სუფთა პრორუსული, ჟანრობრივად ძალიან ნაცნობი ევროკავშირისთვის, სერბულ-უნგრული, ასე თქვა, ნარატივები გვაქვს აი აქ და ალბათ უბრალოდ ენობრივი ბარიერი გვაქვს, თორე და მოქმედი გმირებია განსხვავებული, თორე ერთი და იგივე ტყუილები ვრცელდება ამ სამ ქვეყანაში. ერთ და იგივე ტყუილები. ვის უნდა მოვეწონოთ? აი ჩემთვის ძალიან უცნაურია გავუგებარი. მე მინდა შენი შეფასება ტრამპის ადმინისტრაციის დუმილზე. შევაჩერო. ეხლა იყო მეგობარი აქცე საუბარი, მედია მიიღებენ, მაგრამ ეს კიდევ არ იყო ტრამპის ადმინისტრაციის პირდაპირი კომუნიკაციას, უფრო ალბათ ინსტიტუტების რეაგირება არის ჯერჯერობით მიმდინარე პროცესებზე, შეიძლება მე ვცდები შემისწორე. ამ მეგობარი აქტი რა არის? ეს მეგობარი აქტი თუ მიიღეს, რა ბენეფიტებს მივიღებთ?
არის შესაძლებლობა რომ არ მიიღონ, ესეც გთხოვს შემიფასე და რატომ არის? აი ამდენი ხნის მე 100 დღე გადასცედა და ზეიმობს ახლა ეს ბატონი. მაგრამ ერთხელ არ ახსენა ჩვენი პრობლემები და ჩვენი პრობლემები არ არის მართლაც ისეთი იგნორირებადი, იმიტომ რომ ამდენი დღეა ვაპროტესტებთ. შეიძლება შერბილდა და ახალ ამბებში აღარ ხვდებით, მაგრამ როცა პროტესტის განსაკუთრებული კულმინაცია იყო, დარბევების ის ხარისხი რაც იყო, იმას ხო ჭირდებოდა რეაგირება და ველოდებოდით მათგან ჩვენ სიტყვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ირაკლი იმას, რაც თქვი, რომ საქართველოს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ძალიან ბევრს წარმოუდგენია საქართველოს. ეს ერთი. მეორე, ის ადამიანი, რომელიც კურირებს საქართველოს, გულისხმობ ჯო უილსონს, არ არის ისეთი გავლენიანი, რომ შეძლოს რაღაცა დამანგრეველი სანქციების მობილიზება ხელისუფლების წევრებისთვის. მესამე, სანქციები არის ძალიან სპეციფიკური თემა, რომელსაც ძალიან დიდი სიფრთხილით სჭირდება მიდგომა. ერთია ის ემოციური მოლოდინები, რომელიც საქართველოში აქვთ ვიღაცებს, რომ იქნება ისეთი სანქციები, რომელიც უშუალოდ შეეხება ხელისუფლების წევრებს, პოლიტიკური გაერთიანების რაღაც აფილირებულ კოლეგიუმს, თუმცა სანქციები მაინც და მაინც ასე კონკრეტულად, ასე ზუსტად ქირურგიული სიზუსტით არ მუშაობს, იმიტომ რომ ის ჰპოვებს გავლენას მთლიანად საზოგადოებაზე და ქვეყანაზე. რისი გაკეთებაც არ უნდათ, იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე თავის ტკივილებთან არის დაკავშირებული, როგორც ეკონომიკურთან, ისე მიგრაციულთან. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც იწელება. რაც შეეხება მეგობარ აქტს, რომელიც პრინციპში უნდა იყოს ერთი მხრივ სახრე და მეორე მხრივ სტაფილო, ასე შეიძლება ითქვას თაფლაკვერი, ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა საქართველოსთან მიმართებაში, ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული და ფურცელზე, რომ თუ კი საქართველო დაადგება იმ გზას, რა გზაზეც იდგა უწინ, იქნება მხოლოდ შეღავათები, როგორც სავიზო რეგულაციების, ისე ფინანსური დახმარების კუთხით, თუ არა, იქნება კონკრეტული სადამსჯელო ქმედებები. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღესდღეობით ამერიკის თეთრი სახლის ადმინისტრაციას ალბათ არ სცალია ისევ და ისევ პრიორიტეტული თემებიდან გამომდინარე და ყველა ის სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნება ეს სანქციები, რა იქნება. რიხარდ იოზვიკი არის ერთი ასეთი ჟურნალისტი, რომელიც არის ევროკავშირში, ევროპარლამენტში და იოზვიკის დონეზე განცხადებები, რომ ესეთი სანქცია იქნება, ასეთი სანქცია იქნება და მისი სიზუსტის ხარისხი არის 20-30%, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დაბეჭდილება რჩება, რომ მისი მთავარი მიზანი არის ლაიქების დაგროვება და ცნობადობის გაზრდა. არაფერს ვერ რჩემ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ ასე დონეზე მსჯელობა უბრალოდ არასერიოზული იქნება, იმიტომ რომ რეალობა არის ის, რომ არავინ არაფერი არ იცის გარდა რამდენიმე ადამიანისა და ეს რამდენიმე ადამიანი საქართველოში არ ცხოვრობს, უშუალოდ ამერიკის თეთრი სახლის ადმინისტრაციაშია. ხო, სამწუხაროდ არ გვიჩანს ესეთი კონკრეტული იმედის მომცევი. თუმცა ეს არ არის ირაკლი, ბოდიში მოგაწყვეტინებ ისტორიის დასასრული, გაცილებით უფრო რთული სიტუაციები ყოფილა საქართველოში, ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის სტაბილურობა, რა სტაბილურობას დღეს არის ჩვენს რეგიონში არის მყიფე, გულისხმობ პირველ რიგში რუსეთს, იმიტომ რომ კაცმა არ იცის რა პოლიტიკური პროცესები განვითარდება რუსეთში, თუნდაც პუტინის სიკვდილის შემდეგ, რომელიც არ ვიცი როდის დადგება, იმიტომ რომ ესეც ცვლადია. გავრისკავდი მაგრამ. ხო. გარდა ამისა, გავიხსენოთ პრიგოჟინის აჯანყება, ხო? ესეც ხო არ დაბადებულა თავისით. ამასაც ხო ჰქონდა მიზეზები. დიახ, რუსეთი დღეს პროპაგანდისტულად გამოიყურება საკმაოდ ძლიერად ბევრის თვალში, თუმცა რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც იგი პოზიციონირებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ კაცმა არ იცის რა მოხდება 2-3-4 წელიწადში, უბრალოდ მთავარი პრობლემა კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოსი არის ის, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი ხდება ამას. გრიგორ, ჩვენი დისკუსიის დასასრულს მინდა შეაჯამო შენი შემაჯამებელი სიტყვა ჩვენი დისკუსიის მთავარი თემის დონალდ ტრამპის 100 დღიანი პრეზიდენტობა. რა მოახერხა ამ ადამიანმა ძალიან მოკლედ. გადაინტერა კანადა, იაპონია, ავსტრალია, ევროკავშირი. დააზარალა უკრაინა პოტენციური მოლაპარაკებების წინ და არავითარ შემთხვევაში არ დახმარებია მას.
ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია შეარყია. ამან მაინც და მაინც პოზიტიური გავლენა ეკონომიკაზე ვერ მოახდინა. გაცილებით უფრო გაუმყარა პოზიციები სი ძინპინს ჩინეთში და ვლადიმერ პუტინს გაუკეთა ისეთი საჩუქრები თავისი განცხადებებით, რომლებსაც იგი ალბათ თავის საუკეთესო სიზმრებშიც კი ვერ წარმოიდგენდა. სამწუხაროდ. მადლობა გრიგორ. მადლობა შენთან ძალიან საინტერესო დისკუსიისთვის. მეგობრებო, ეს გახლავთ გრიგორ ჯულუხიძე, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებში, მე გახლავთ ირაკლი მეფარიშვილი. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით მომავალ კვირას. ხვამდის.